შეგვიძლია დავიწყოთ პრინციპში. დღეს ცელი თემა გვაქვს ძალიან და უნდა ჩავატიოთ დროში, იმიტომ რომ მე უკვე პრეზენტაციები იქნება და ასე რომ დრო უნდა გავანაწილოთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ომსა და სამხედრო ხელოვნებაზე შუა საუკუნეების საქართველოში. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შუა საუკუნეების ევროპაზე, მომთაბარეებზე, ანუ მეტნაკლებად შევაჯამეთ ეს თემები, თუ რა სიტუაცია იყო თქვა ევროპაში მომთაბარეები რით განსხვავდებოდნენ მათგან და რა არის მათი საბრძოლო мотиваცია, ან როგორი ბრძვია საერთოდ ისინი ბრძოლის ველზე, რა ტაქტიკით, რა სტრატეგიით და ასე შემდეგ. და ჩვენი კურსი საკურველია ვერ დარჩება იმის გარშემო საქართველოს არ განვიხილოთ, იმიტომ რომ საქართველოს სამხედრო ისტორია ზოგადად ცალკე კურსსაც იმსახურებს ალბათ თავისთავად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სამხედრო ისტორიაა, ძალიან ბევრი დეტალია, მით უმეტეს ბოლო წლებში ბევრი რამ დაიწერა, ბევრი რამ ხელახლა აღმოჩნდა ქართულ ისტორიაში და შესაბამისად ეს თემა იმსახურებს ნამდვილად ცალკე განხილვას. რაც შეეხება ჩვენ თემას დღეს უნდა შევიღოთ უფრო მეტად შუა საუკუნეთა ფეოდალურ ქართულ ლაშქარს ამ შემთხვევაში ეს არის თქვა იგივე მე-19 საუკუნეებიდან დამთავრებული შეგვიძლია გვიან შუა საუკუნეების ჩათვლითაც კი, ანუ თუნდაც მე-17 საუკუნემდეც კი განვიხილოთ ეს თემა, ზოგადად იმიტომ რომ საქართველოში ფეოდალიზმი, ანუ ფეოდალური სტრუქტურა, მოწყობა ქვეყნის, თქვა სამხედრო პოტენციალის განსაზღვრამის მიხედვით ყველაფერი შენარჩუნებული არის აბსოლუტურად აი შუა საუკუნეების განმავლობაში დამთავრებული მე-18 საუკუნით ფაქტობრივად ერთი და იგივე, ანუ არ იცვლება მაინც და მაინც ეს, ანუ იქ არის რაღაცა ცვლილებები, რაც მოიტანა თქვა სიტუაციამ ქვეყნისა, აი მაგალითად, როცა ეს სამეფოება დაიშალა საქართველოს, იქ არსაკურველია ეს სამხედრო რესურსების სიმცირის გამო მე გლეხებსაც მოუწიათ ომში მონაწილეობა და აი ძალიან ბევრი რაღაცა ისეთი ცვლილებები მოხდა, მაგრამ მთლიანობაში ეს ფეოდალური სისტემა მაინც ინარჩუნებდა თავის სტრუქტურას, ადმინისტრირებას, ასევე თქვა ბრძოლის მეთოდებიც დიდად არ იცვლებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ რაღაც ცალკეული იარაღები სხვადასხვა დროს შემოდიოდა ქართულ რეალობაში. ამიტომაც ჩვენ ვეხებით დღეს შუა საუკუნეების ქართულ ლაშქარს. მაგრამ დავიწყოთ ჯერ ფესვებიდან, ანუ ეს არის გვიანანტიკური პერიოდი. გვიანანტიკური პერიოდი ჩვენ ადრეც ვახსენეთ, ეს არის დაახლოებით მე-4-მე-6 საუკუნეები და ეს არის აი ხალხთა დიდი გადასახლების რო ეწოდება, ბარბაროსთა შემოსევების პერიოდი ეწოდება, ძალიან დიდი საინტერესო პერიოდი, როცა გარდატეხა ხდება, ანუ შუა საუკუნეებამდე მიდის ანტიკურობიდან შუა საუკუნეებისკენ არის აი ცვლილება. ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა ამ პერიოდში, როგორც პოლიტიკური რეალობა, ისე თქვა რელიგიური თვალსაზრისით, სოციალური თვალსაზრისით, სამხედრო თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი რაღაც შემოვიდა, სიახლეები, ინოვაციები, ასევე თქვა შეიცვალა სამხედრო მიდგომები, შეიცვალა არმიების რიცხოვნობებიც კი, ძალიან ბევრი რაღაც არის ახალი გვიანანტიკურ ხანაში, რაც ადრე ჩვენ ვისაუბრეთ. როდესაც რომის თემას ვამთავრებ ძირითადად მაშინ. აი რაც შეეხება გვიანანტიკურ ლაშქარს, ქართულ ლაშქარს, ძირითადად ანუ ამ შემთხვევაში იბერიას და ლაზიკის სამეფოებს გულისხმობ, ანუ მათ შორის ასაკურველი არის საკმაოდ დიდი სხვაობა, მაგრამ მთლიანობაში მაინც სისტემაზეც რომ ვთქვათ ერთი-ორი სიტყვით, ეს არ არის ფეოდალური ლაშქარი ამ პერიოდში, ჯერ არ არის ფეოდალური ურთიერთობები ჩამოყალიბებული რაღაცა ერთ სისტემად არ არის შექმნილი, ეს არის ადრე ფეოდალურიდან ადრე ფეოდალურამდე მისული უფრო ეს ანტიკურ ხანაში როგორი ცხოვრების წესიც არსებობდა, ანუ ეს თქვა იგივე ანტიკური წყაროებიდან ვიცით ჩვენი გვეს ტრაბონისგან და სხვა მემატიანეებისგან, რომლებიც აღწერენ თუ თქვა როგორი ის იყო საქართველოში სიტუაცია, როგორ სოციალურ ფენებად როგორი ყოფოდა და ასე შემდეგ. ანუ ეს ძირითადად მაინც რჩება ძალაში გვიანანტიკურ ხანაშიც. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ამ პერიოდში მოლაშქრე არ არის კონკრეტულად ან მაინც არისტოკრატიის წარმომადგენელი, ან არ არის უკან ვალდებული და ცალკე მეომართა ფენა ასეთი ნაკლებად არსებობს. ამ პერიოდში არის თავისუფალი მეთემეების გაწევა ლაშქარში, ანუ თითქმის ყველა მამაკაცი, ვისაც იარაღის ხელში ჭერა შეუძლია და თავისუფალი ადამიანი, ანუ მონა არ არის ამ შემთხვევაში, არის სამხედრო ვალდებული უმეტეს შემთხვევაში ასეთ დროს და შესაბამისად საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმიის შეკრების საშუალებაც იძლევა იმის ფონზე თუ რა მოსახლეობაც არის თქვა ტერიტორიაზე. მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხარისხი საკმაოდ
დაბალია ასეთ შემთხვევაში. აი თუნდაც იქ არსებობს რასაკვირველია მაღალი კლასი, სამეფო ოჯახი, იმის გარდა ის საგვარეულოები, ერისთავები და მათი თქვა ტაძრეულები, ანუ ეს გვარდიები, რომელიც არის მძიმედ შეიარაღებული და საუკეთესოდ მომზადებული სამხედრო ნაწილები ქმნიან მძიმე კავალერიას, ეგრეთ წოდებულ კატაფრაქტების ტიპის კავალერიას, რომელიც დადასტურებულია რომ ნამდვილად იყო იბერიაში თავის დროზე. აი ამის შემდეგ მოდის უფრო დაბალი ფენის წარმომადგენელი მეომრები, ესენი არიან ძირითადად ქვეითი მეომრები, მსუბუქი ცხენოსნები, რომელთაც დაბალი საბრძოლო ღირებულება აქვთ. ანუ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დიფერენციაცია იმაში, რომ არის ერთი მცირე რაოდენობით მაღალი ხარისხის მეომრები, ანუ ეს დაახლოებით იგივე კლასი, რომელიც შემდგომში თქვა ფეოდალების სახით ხდება, არისტოკრატიის სახით ხდება, ანუ საზოგადოება, რომელიც ომისთვის ემზადება, ომისთვის არის მზად, არის აღჭურვილი, არის მომზადებული და არის უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლები, რომლებიც ვალდებულები კი არიან ომში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ მათი საბრძოლო ღირებულება არის შედარებით დაბალი. აი შუა საუკუნეებში ნელ-ნელა მათი გაცხრილვა ხდება სამხედრო საქმიდან. შესაბამისად არმიების რიცხოვნობაც იცვლება, მაგრამ ამავე დროს ხარისხის იცვლება და მდგომარეობაც ზოგადად იმდროინდელ სახელმწიფოში. ანუ თვითონ არმიის შეკრება, ადმინისტრირება, იქ მხედართმთავრების დანიშვნა თითოეულ ამებში ადმინისტრაციულ რეგიონებში, ანუ ასპეტების დანიშვნა და ეს დაახლოებით თითქოს წააგავს უკვე ფეოდალურს, იმიტომ რომ იქაც ასე ხდებოდა, რომ ადგილობრივი ფეოდალი ჯერ კრებდა თავის კონკრეტულ ლაშქარს, რაც იკრებებოდა მის თქვა და სამფლობელოში, შემდეგ იმ ლაშქრით მიემართებოდა ლაშქრის შეკრების ადგილზე ერთ ადგილზე და შემდეგ ეს სადროშოები ერთად ერთიანდებოდნენ და ხდებოდა ამ არმიის შემდეგ თქვა ბრძოლის ველზე გაყვანა. მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი ამ შემთხვევაში ხა იბერია, რომელიც აი მე-5 საუკუნის ავტორის ლაზარ პარპეცის ცნობით იყო მცირე მოსახლეობიანი და სუსტი სახელმწიფო საკმაოდ, იმიტომ რომ რასაკვირველია ეს არ იყო ის არ იყო ეს ის საქართველო, რომელიც თქვა მოიცავდა შემდეგ შუა საუკუნეებში საკმაოდ ვრცელი ტერიტორიას. ეს არის მცირე, ანუ ქართლის ტერიტორია და რაღაც დამატებით რამდენიმე კიდევ მხარე, ამიტომაც აი არ ქონდა მას დიდი სამხედრო პოტენციალი თავის დროზე. ადრე მე გამოვაქვეყნე ამის შესახებ სტატია, ვახტანგ გორგასლის პერიოდის სამხედრო ისტორიის საკითხები და იქ აღნიშნე დაახლოებით აი რა რიცხოვნობის ჯარი შეიძლებოდა გამოეყვანა იმდროინდელ ქართლის სამეფოს დაახლოებით 15-დან 20,000 კაცამდე იყო სრული პოტენციალი, საიდანაც რასაკვირველია მე გაიცხრილებოდა ბრძოლის ველზე გავსვლელი გარნიზონში ვინ იქნებოდა მომარაგება და ასე შემდეგ. ანუ როცა ჩვენ არმიაზე ვსაუბრობთ, ეს არმია ყოველთვის არის ძალიან მრავალფუნქციური, ეს არ არის მხოლოდ იმის რომ რაც გამოვიდა ეს რასაც შეკრებს ქვეყანა ეს ფლიან ბრძოლის ველზე გავა, ეს ამას არ ნიშნავს არასოდეს. ეს არის ყოველთვის სხვა დანიშნულების შემსრულებელი მეომრები. უბრალოდ ჩვენ წარმოვადგენთ ხოლმე პოტენციალს, როგორც აი თუ რამდენი მეომარი არის მთელ ქვეყანაში, რამდენი გამოვა საჭიროებისას. ამდენი გამოსვლა ზოგადად ძალიან იშვიათად ხდებოდა და შემდეგ როცა ხდებოდა, იქიდანაც კონკრეტული დავალებების შესასრულებლად იგზავნებოდა ეს ჯარი. ამიტომაც აი გვიანანტიკური ხანის ქართულ ლაშქარში შეგვიძლია ვივარაუდოთ დაახლოებით 15,000 კაცის გამოყვანა შეეძლო თავისი სიძლიერის პიკზე ქართლის სამეფოს, რაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარი იყო თავისი დროისათვის. და ნუ რასაკვირველია იქიდან რაღაცა 1-2% იყო მაღალი ხარისხის მძიმე კავალერია, დანარჩენი უფრო ქვეითები და მეორე ხარისხოვანი მეომრები. ასევე ამ პერიოდში აღსანიშნავი არის ისიც, რომ ფეოდალური ურთიერთობები იწყებს განვითარებას ნელ-ნელა. ანუ თავდაპირველად მე ვთქვი, რომ ეს არ არის ფეოდალური საზოგადოება, მაგრამ არის რაღაც ჩანასახი უკვე ამისი. როგორც თქვა და იგივე სასანური ირანში არსებობდა, აი თუნდაც ხოსრო ანუშირვანის დროს მე-6 საუკუნეში ძალიან წვრილი არისტოკრატიის გამოყოფა დაიწყო სასანური ირანში. აი წვრილი არისტოკრატია, როგორც შემდგომში საქართველოშიც ფეოდალურ იმაში იქნება სისტემაში, აი ირანში აკეთებს ხოსრო იმისთვის, რომ ეს თავისი არმია გააძლიეროს უფრო მეტად და მეტი ვალდებული ყავდეს სახელმწიფოს, რომ იბრძოლოს მისთვის. და თანაც ეს იყოს მაღალი ხარისხის მეომარი. ანუ როცა ის მიწებს აძლევს ამ მცირე არისტოკრატიის წარმომადგენლებს, სამაგიეროდ ისინი მსახურობენ როგორც მძიმე დახვჭრილი ცხენოსნები ბრძოლაში და შესაბამისად ირანის არმია გაცილებით რომ მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხდება, ვიდრე თქვა მანამდე იყო ეს. აი ეს ნელ-ნელა თქვა იმკვიდრებს ასეთი წესი იმაში, რა ქვია, აღმოსავლეთშიც ფეხს და იწყება აი ნელ-ნელა ასეთი ტიპის ფეოდალიზმის, აღმოსავლური ფეოდალიზმის ჩამოყალიბება. ან ზოგადად დასავლური და აღმოსავლური ფეოდალიზმი ერთმანეთსგან განსხვავდება, ასევე ვიცით რომ კიდევ არსებობდა ბიზანტიური წესიც, აი მიწის ფლობელობის და ზოგადად ეს მიწის ფლობელობაზე დამყარებული ცით ფეოდალური ურთიერთობები და აი მაგალითად
მე მოგეცით სოზო მარგიშვილის ტექსტი თუ როგორ განსაზღვრავს ის ფეოდალური არმიების განსხვავებას და ასევე მათ მსგავსებას ბიზანტიურ, აღმოსავლურ და დასავლურ სივრცეში, იქ კარგად იყო აღწერილი თუ რა არის მათ შორის ძირითადი მაკავშირებელი. ეს არის მიწის ფლობის წესი და მიწის გამო არმიაში გამოსვლა, ანუ სამსახური ქვეყნისათვის. შესაბამისად, აი შუა საუკუნეების ურთიერთობებს, რომელიც ახლა ჩვენ გადავდივართ, ახლა ვიწყებთ, განსაზღვრავს სწორედ აი ეს ამ ტიპის ურთიერთობა. აი ზოგადად ქართული ფეოდალური ლაშქრის შესახებ ამ შესავლის სახით რაც შეიძლება ითქვას ეს არის პირველ რიგში ის რომ ქართულმა ფეოდალურმა ლაშქარმა როგორც ასეთმა სისტემამ სტრუქტურამ გაძლო ძალიან დიდი ხანი. ანუ რადგან ფეოდალური სისტემა შენარჩუნებულია საქართველოში მართალია თვით რაღაცა ცვლილებები ხდება საუკუნეების განმავლობაში, აი მაგალითად, როცა დაიშალა საქართველო, იქ სათავადოები შეიქმნა, უფრო დაწვრილი და არისტოკრატია დროთა განმავლობაში, მაგრამ მთლიანობაში ეს სისტემა, რაც როგორც ფეოდალური გაწევის, ფეოდალურის ვალდებულებისა, მაინც მეტნაკლებად არის შენარჩუნებული საქართველოში საუკუნეების განმავლობაში. და მაინც აი კლასიკური ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, აი თუნდაც იმ დასავლეთ ევროპაში არსებული გარკვეული წესების და ასევე თქვა და რაინდობის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაც კი მაინც მეტნაკლებად უკავშირდება საქართველოში მე-12-მე-13 საუკუნეებს ყველაზე მეტად, ანუ როცა საქართველოს სამეფო არის ძლიერების პიკზე, აი ამ პერიოდში ძალიან კარგად ჩანს ისტორიულ წყაროებში, თქვა სხვა უცხოურ წყაროებში, ყველა დოკუმენტში თითქოს რომ ეს საქართველო, შუა საუკუნეების საქართველო არის აბსოლუტურად დასავლური ფეოდალური სტრუქტურის სახელმწიფო, ძალიან გავს ის ამ სისტემას, როგორც თქვა ლაშქრის შეკრების პრინციპით, ისე მიწის ფლობის პრინციპით, ასევე თქვა როცა ლაშქარი იკრიბება, მისი ტაქტიკა და ეს ძალიან ბევრი რაღაცით არის მსგავსი ევროპული ფეოდალური არმიებისა და სხვათა შორის ეს ასევე კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ რამდენად გავს ქართული ფეოდალიზმი დასავლურ ფეოდალიზმს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის მოქცეული აღმოსავლეთში, არის ბიზანტიის მეზობელი, აბსოლუტურად საქართველოში ეს ფეოდალური ურთიერთობები ყალიბდება როგორც დასავლური და არა თქვა იგივე ან აღმოსავლური ან ბიზანტიური. თუმცა იქაც არსებობდა გარკვეულად ეს ეგრეთ წოდებული ფეოდალური ან მიწის ფლობელობაზე დამყარებული სამხედრო სამსახური. და რაც შეეხება ქართულ ლაშქრის კომპლექტაციას, ამ სოციალურ კომპლექტაციას, თქვა ვინები მსახურობენ ლაშქარში, ვისევალება ამ პერიოდში დავით აღმაშენებლის დროს მაგალითად იკრიბება ქართული ლაშქარი და ჩვენ უნდა დავასახელოთ მისი წევრები, ვინ გამოდის ლაშქარში, ვინ იბრძვის აქ და რა ფუნქციები გააჩნია. პირველ რიგში რასაკვირველია, როგორც თქვით, აი ფეოდალიზმი, რასაც ეყრდნობა, ეს არის აზნაურ დიდებულთა ფენა, ანუ მაღალი ფენა, არისტოკრატია, რომელიც მიწას ფლობს და სამაგიეროდ მეფისთვის მას უწევს ან თავის ფეოდალისტვის ასე შემდეგ უწევს გაუწევს სამხედრო სამსახურის გაწევა. საერთოდ ფეოდალური სტრუქტურა არ იყო სტაბილური. ანუ ფეოდალიზმის დროს ხშირად ხდებოდა თუ თქვა მეფის ძალაუფლება არ იყო ძლიერი ქვეყანაში, ასაკურველია ამაზე ძალიან ბევრი რამე იყო დამოკიდებული. აი მაგალითად დავით აღმაშენებლის დროს ის როცა ახერხებს რომ განიმტკიცოს თავის ძალაუფლება ქვეყანაში, ის გახდეს ფაქტობრივად აბსოლუტური მანდებიდის, რა ქვია, მონარქია, თითქმის დავით იმდენად ძლიერი მონარქია ის და იმდენად დიდია მისი ავტორიტეტი. აი ასეთ შემთხვევაში ლაშქარი ყოველთვის იკრიბება სათანადოდ, როგორც თქვა მეფე მოითხოვს ამას და როგორც სახელმწიფო სჭირდება. მაგრამ სხვა შემთხვევაში ყოფილა რომ აი თქვა რომელიმე ფეოდალი, რომელიმე აზნაური კონკრეტული არ გამოდიოდა ბრძოლის დროს, ან არ უჭერდა მხარს საერთოდ მეფეს, ან ეს იყო სეპარატული ტენდენცია, ყოველთვის არსებობდა გარკვეულწილად ასეთი, იმიტომ რომ ფეოდალიზმისთვის ეს არის აბსოლუტურად დამახასიათებელი, იმიტომ რომ ჩვენ გავითვალისწინოთ, რომ თვითონ მეფეც არის ერთ-ერთი ფეოდალური გვარის წარმომადგენელი, რომელიც ამ შემთხვევაში დამკვიდრდა, მეფე გახდა და მას რასაკვირველია ყავს კონკურენტები. აი თუნდაც ჩვენ გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, მართალია ბაგრატიონებს ძალიან მყარი საფუძველი ჰქონდათ ყოველთვის და იქ თავისი ისიც ჰქონდათ შექმნილი რასაკვირველია, ანუ ეგრეთ წოდებული წარმოშობის მითი იყო ბაგრატიონებისა თუ საიდან იყვნენ ისინი, დავითის შთამომავლები, ანუ ყველანაირად არის გამტკიცებული მათი საფუძველი და მათი მმართველობა საქართველოზე. მაგრამ რასაკვირველია სხვა საგვარეულოებიც ცდილობენ თავისას, ისინი ცდილობენ რომ მოიპოვონ ძალაუფლება, აი თუნდაც ბაღვაშები ყველაზე კარგი მაგალითია ამისა, იმიტომ რომ ლიპარიტი მეოთხე ბაღვაში ფაქტობრივად საქართველოს მართველი იყო, მისი თქვა როცა ის ბაგრატ მეოთხეს წინააღმდეგ მოქმედებს, ან იგივე თქვა გვიან პერიოდში ჯაყელები და სხვა საგვარეულოებშიც იყო ასეთი ტენდენციები. მაგრამ იშვიათად რომ ბაგრატიონებისთვის შეექმნათ მათ საფრთხე, რომ როგორ შეეცვალათ ისინი როგორც დინასტია სამეფო ტახტზე. აი ამის მცდელობა ძალიან იშვიათად გვაქვს საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ბაგრატიონებს ძალიან მყარი საფუძველი აქვს და კარგი მხარდაჭერა ჰქონდათ ყოველთვის
ქართულ სივრცეში. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ გავითვალისწინოთ ეს ფეოდალური სეპარატიზმის ტენდენციები, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და ამიტომაც შეგვიძლია თქვა, რომ აზნაურ დიდებულთა ფენა, რომელიც მთავარი წარმომადგენლები არიან, ანუ სამხედრო ღირებულებით ყველაზე მაღლად განან ფეოდალურ ლაშქარში, ანუ ისინი არიან პროფესიონალი მეომრები, ისინი ვალდებულები არიან ომში გამოვიდნენ, აქვთ საუკეთესო აღჭურვილობა თავის დროისა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აბსოლუტურად იმ დროის შუა საუკუნეების აბჯარი და აღჭურვილობა იყო ძალიან ძვირიჯდებოდა. განსაკუთრებით უზანგის შემოსვლის შემდეგ გართულდა კიდევ უფრო აღჭურვილობის შეძენა, იმიტომ რომ დამძიმდა ეს აღჭურვილობა, საშუალება მიეცა მხედარს, რომ უფრო ძიმედ აღჭურვილიყო, უფრო კარგად აღჭურვილიყო ბრძოლისათვის, უფრო კარგად დაცული ყოფილიყო. ამან გამოიწვია, რომ გაძვირდა ძალიან ეს აღჭურვილობა და მას ყველა ვერ ყიდულობს. მას შეუძლია შეიძინოს მხოლოდ არისტოკრატიის წარმომადგენელს, მასაც მიწა აქვს საამისოდ, აქვს შემოსავალი, თქვა იგივე ყავს ყმები და ასე შემდეგ, რომ გამოიყენოს ის თავისი აღჭურვილობით მოსამზადებლად. აი ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მე-11 საუკუნის ასეთი დოკუმენტი, ნიკორწმინდის დაწერილი ქვია, სადაც არის შედგენილი ეს ყიდვა-გაყიდვა არის და გაცვლა-გამოცვლა მიწების, ქონების, იარაღის, ცხენების და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო საბუთია ეს და სადაც იქ ჩანს თუ რამდენად ძვირიჯდებოდა, თქვა იგივე საბრძოლო ცხენი, იგივე აბჯარი, თქვა იგივე გლეხებში იცვლება, ზოგჯერ ყმებში იცვლიან იმას, აქვე ერთ ჯაჭვის პერანგს და თქვა ცხენი შეიძლება რამდენიმე ვენახის ხელა ტერიტორია გადაიცეს ცხენის შესაძენად და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს იმ პერიოდში ასეთი მხედრის აღჭურვილობა. აი თუნდაც უცხოური გამოცდილებაც რომ მოვიტანოთ, იქ ამბობდნენ რომ ერთი 44-45 ძროხა ჭირდებოდა, რომ შეგეძინა ერთი ფრანკი მეომრის აღჭურვილობა, მხედრის აღჭურვილობა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა ეს ყველაფერი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხენი, საბრძოლო ცხენი არ არის ჩვეულებრივი ცხენი, ანუ საბრძოლო ცხენს თავის დანიშნულება აქვს და თავისი ის უნდა ყოფილიყო აუცილებლად შესაბამისი ცხენი, ანუ ეს ყველა სასაპალნე ცხენი არ გამოდგებოდა, იმიტომ რომ ბრძოლაში დასულიყო მეომარი, საბრძოლო ცხენს თავისი ფუნქცია ჰქონდა და ის ძვირი ღირდა განსაკუთრებულად, ვიდრე თქვა ჩვეულებრივი ცხენები. ამიტომაც მათი ფლობაც ყველას არ შეეცვლო ნამდვილად და მხოლოდ აი აზნაურ დიდებულების და მათი თქვა ადრეულების და მსახურეულის პრეროგატივა იყო. აი რაც შეეხება მოყმეებს და მსახურეულს, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფენა იმ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს არის შუა საუკუნეების ქართული ფეოდალური ლაშქრის დასაყრდენი, ძირითადი. ანუ აზნაური დიდებულები მართალია სათავეში დგანან ამ სოციალური ფენების, მაგრამ მათი რიცხვი არის მცირე. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ფეოდალური ლაშქარის რაოდენობა არ ცილდება სახელმწიფოს მოსახლეობის 2%-ს. ანუ 1-დან 2%-მდეა ხოლმე საშუალოდ, რომ რაც იკრიბება ომისათვის, ანუ ბრძოლაში გამოსადეგი მეომრებისა. შესაბამისად, ახლა იქიდან ძალიან მცირე წილი არის აზნაურ დიდებულებისა, რამდენი უნდა ყოფილიყო ერთ საქართველოში ეს ფეოდალური ისა, რა ქვია, საკვირველია მცირეა მათი რიცხვი. ამიტომაც ეს ძირითადად არმიის რიგების შევსება ხდება მოყმეების, ანუ ეგრეთ წოდებული მსახურეულისაგან. ახლა მოყმე როგორ მოყალიბდა და რა არის მოყმე. მსახურეული არის ფენა უფრო დაბალი ვიდრე თქვა დიდებულები და აზნაურები არიან, მათ შემდეგ მოდის ეს მსახურეული, მათი ანუ ფეოდალების და აზნაურების მსახურები არიან ისინი, ანუ ესენი შეიძლება დაწინაურებული გლეხები იყვნენ უმეტეს შემთხვევაში, რომლებიც ბატონთან მსახურობენ, თქვა საჭირო მტვირთულობას უწევენ, თქვა ემზადებიან ომისათვის, ომში თან ახლდნენ, ასე შემდეგ დროთა განმავლობაში ეს ფენა ყალიბდება როგორც პროფესიონალი მეომრების ფენა და ისინი არიან უკვე ხდებიან მოყმეები. აი მოყმე არის შუა საუკუნეების ქართულ რეალობაში დაახლოებით რაინდის შესატყვისია. ანუ დაახლოებით აი როგორც შუა საუკუნეებში არსებობდა რაინდი, რომელიც არ იყო თქვა ის უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელი, მაგრამ მათ ქვემოთ იდგა ასევე არისტოკრატიული მათ ყალიბდება, რა ქვია, ფენად, მაგრამ არ არის თქვა ის არც ბარონი და არც აუცილებლად. აი აქ როგორც ხდება საქართველოში, დაახლოებით იგივე მსგავს სიტუაცია აქაც, თქვა არიან აზნაური დიდებულები და აი მათ შემდეგ მოდის მოყმეები, რომელიც არის აყალიბებს წვრილ არისტოკრატიას და აი წვრილი არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც თქვა თავიანთ ფეოდალებთან მსახურობენ, მათგან იღებენ თქვა იმ იარაღს, აღჭურვილობას, იღებენ მიწას, ანუ იყო ორი ვარიანტი, რომ ან შეიძლება თქვა მიწა მიეღო თავისი სუზერენისგან და სამაგიეროდ თვითონ შეიძენდა აღჭურვილობას და ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებდა, ან იყო მეორე ვარიანტი, რომ მის კმაყოფაზე ცხოვრობდა, მაგრამ იღებდა უბრალოდ აღჭურვილობას მისგან, ანუ ბატონი იყო ვალდებული, რომ მისთვის მიეცა ეს იარაღი და საჭურველი. ამიტომაც ეს ფენა რასაკვირველია, უფრო მრავალრიცხოვანი იყო ვიდრე აზნაური დიდებულები და ამ არმიაში დიდი დანიშნულება, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ იყო მათი მონაწილეობა ამ მსახურეულთა ფენისა, რომელიც აი ყალიბდებიან მოყმეებად, ანუ რაინდებად.
დასაკვირველია საქართველოში ვერ მოხდა რაინდული ინსტიტუტის ბოლომდე ჩამოყალიბება, იმიტომ რომ მე-13 საუკუნეში ამას ხელი შეუშალა პოლიტიკურმა რეალობამ, სხვადასხვა, რომელიც შეიცვალა ძალიან საქართველოში, მაგრამ აი თუ გაგრძელდებოდა ის ტენდენცია, როგორიც დაწყებული იყო მე-11 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ალბათ მივიდოდა ესეც დაახლოებით იმ მდგომარეობამდე, რასაც ეწოდება რაინდობა. და მე აუცილებლად გაგაცნობთ ამ თემაზე არის ესეთი ქართული ისტორიკოსის მამუკა წურწუმია სტატია ქართული რაინდობა ქვია, სადაც აღწერილია დეტალურად თუ როგორ ხდებოდა ეს პროცესი, რანაირად ვითარდებოდა აი მოყმისაგან რაინდი და თქვა და რამ შეუშალა შემდეგ ხელი მის თქვა დასრულებული სახით წარმოდგენას. მასაკვირველია ჩვენთან ის ტენდენცია ძალიან კარგად ჩანს, რომ იგივე ვეფხისტყაოსანი, ამირან დარეჯანიანი და სხვა ასეთი ცვლილებებში ძალიან კარგად ჩანს ის, რომ რაინდობა საკმაოდ ღრმა საფუძველი ქონდა საქართველოში და იყო შესაძლებლობა მისი განვითარებისა, არის უკვე ტენდენციები ამისათვის, სხვადასხვა აი რაინდის აღზრდისა და მისი თქვა და რა უნდა იცოდეს რაინდმა, აი ამის შესახებაც კი ძალიან გავს ევროპული წარმოდგენები ქართულსაც, აი თუნდაც მაგალითად იარაღის ხმარება, ცურვა, ჭადრაკის თამაშიც კი შედიოდა რაინდის თქვა მაშინ რომ რა უნდა ცოდნოდა მას ამირან დარეჯანიანის მიხედვით, რაც დასავლეთ ევროპისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა და ძალიან გავს ერთმანეთს, ამიტომ ქართული მოყმეებისა და დასავლეთ ევროპელი მე-11-მე-12 საუკუნეების რაინდების ცხოვრების წესი, მათი თვნა, მოთხოვნილებები და ასე შემდეგ. რაც შეეხება აი გარნიზონებს, მთის ლაშქარს, ქვეით ლაშქარს, აი რომელიც ძირითადად არმიის მეორე ხარისხოვანად განიხილებოდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. გარნიზონებს რაც შეეხება, გარნიზონები ასაკურველი არის იმ ციხესიმაგრეების, ქალაქების დაცვა, რომელიც თქვა სამეფოში არის და რომელიც დასაცავია თქვა პოტენციურ საფრთხის ქვეშ ადგას მტრისაგან. გარნიზონები შეიძლება თქვა ადგილობრივი თქვა ფეოდალების რომელსაც ყავდათ და ქონდათ შესაძლებლობა რომ ყოლოდა თქვა იგივე მცირე საგარნიზონო სამსახურში ყოფილი მეომრები, ქვეითი მეომრები ძირითადად ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ თქვა და იგივე მსახურეული წარმომადგენლები, შეიძლება ყოფილიყო უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლები, თუნდაც გლეხები, რომელთაც მცირე ნაწილს რაღაცა ვალდებულებები ჰქონდა სამხედრო, ასევე შეიძლება თქვა და მთის ლაშქარსაც შეეხება კიდევ ეს მთაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთაში არ არის განვითარებული ფეოდალიზმი, ანუ ფეოდალური ურთიერთობები არ არის მთაში საერთოდ. ამ პერიოდში ეს არის როგორც დაახლოებით აი გვიან ანტიკურ ხანაში ხდება მე და საუბრობდი თავისუფალი მეთემეები, რომლებიდანაც ყველა მამაკაცი ვისაც იარაღის ხელშეჭერა შეუძლია საბრძოლოდ გამოდის. აი დაახლოებით იგივე ვარიანტია მთის ლაშქარში, ანუ მთის ლაშქარში ზემომისად არ იყო არისტოკრატული, არ იყო ფეოდალური, ის იკრიბებოდა უბრალოდ მოსახლეობისგან, სადაც თითოეული მამაკაცი განიხილებოდა როგორც მეომარი, შესაბამისად ხშირად იყო ხოლმე რომ მთის ლაშქარი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო იმის ფონზე, თუ რამდენად მცირე იყო მისი მოსახლეობა და თქვა იმ სივრცეში განსახლება. მიუხედავად ამისა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარის გამოყვანა შეეძლოთ, მაგრამ ეს ჯარი ხარისხობრივად, ანუ როგორც თქვა საველე საფასური თქვა იგივე თქვა რაინდების მსგავსი ღირებულება არ ქონდა საბრძოლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასაკურველია მსგავსი ლაშქარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც იგივე ისინი ქვეით ჯარს ავსებდნენ, გარნიზონებს ავსებდნენ, თქვა ასევე მნიშვნელოვანი იყო ძალიან ის, რომ ასეთი ქვეითი ლაშქარი აუცილებელი ხდებოდა ალყების წარმოების დროს, როცა თქვა ალყა ქონდა შემორტყმული საქართველოს რომელიმე ციხესიმაგრისთვის, ქალაქისთვის და ასაკურველია ქვეითი ჯარის გარეშე ალყა არის წარმოუდგენელი. ამიტომაც გარკვეულწილად გლეხები, რომლებიც არ მონაწილეობენ და მთის მოსახლეობა, რომელიც იმდენად არ მონაწილეობენ საველე ბრძოლებში არ აქვს დიდი ღირებულება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვა ალყების დროს ამ შემთხვევაში. არასაკურველია ამ გლეხებს და მთის ლაშქარს, რომელსაც თქვა ამ პერიოდში ნაკლებად გამოიყენება უფრო შუა საუკუნეებში არ აქვს იმხელა მნიშვნელობა. აი უფრო გვიან შუა საუკუნეებში, როცა საქართველოს სამხედრო პოტენციალი შემცირდა, დაშლილია საქართველოს ქართლის ალყია, კახეთის ალყია, იმერეთის ალყია ასე შემდეგ, ამ დროს უკვე დიდი დატვირთვა მიეცათ მათ, იმიტომ რომ აღარ ყოფნის რესურსი ამ ფეოდალურ საზოგადოებას, რომ ჯარი გამოიყვანოს. ან ფაქტობრივად ქართლის არმია შეიკრიბა მარტო აზნაურ ფეოდალების და მის ხარჯზე გამოვიდოდა იქიდან სადაც 1500-2000 კაცი, რომელიც არ იქნებოდა საკმაოდ შესაკვირველია ომისათვის. ამიტომ მათი შევსება დაიწყო სწორედ აი ამ მთის ლაშქრისა და გლეხებისგან, რომელიც თავის დროზე აქ ქონდა ღირებულება იმხელა. ანუ გლეხებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ გლეხის მონაწილეობა ომში არღვევს შუა საუკუნოვან სტრუქტურას, ფეოდალურ სტრუქტურას. იმიტომ რომ გლეხი ამ შემთხვევაში არის დოვლათის შემქმნელი. ეკონომიკა დგას მეურნეობას. შუა საუკუნეების ეკონომიკა არის სამეურნეო ეკონომიკა. სოფლის მეურნეობა არის წამყვანი დარგი ამ შემთხვევაში.
ვაჭრობა, ხელოსნობა და ეს ყველაფერი არის ქალაქებშია მხოლოდ განვითარებული, ისიც გარკვეულ პერიოდის განმავლობაში გვიან შუა საუკუნეებისკენ უფრო განვითარდა. ისიც უფრო დასავლეთ ევროპაში და დასავლურ სივრცეში. საქართველოს სამწუხაროდ ვერ მოხდა ასეთი ტიპის ეკონომიკის განვითარება, იმიტომ რომ ერთადერთი ქალაქი, რომელიც საქართველოში საქალაქო ცხოვრება არსებობდა და საქალაქო საზოგადოება, ეს იყო თბილისი და თბილისშიც იყო გარკვეული პრობლემები ამ ურთიერთობების განვითარებისა, ასევე არის აღსანიშნავი, არ დავივიწყოთ ჩვენ, რომ სავაჭრო გზები განსაზღვრავდა ხოლმე ხშირად ქალაქების განვითარებას და როგორც კი საქართველოს ჩამოშორდებოდა რომელიმე მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, აი ამის შემდეგ რომ თქვა თავის დროზე თბილისზე გადიოდა, აი ამის შემდეგ იქ კნინდებოდა ცხოვრება. აი მაგალითად თბილისის აყვავების პერიოდი იყო სადღაც მე-12 საუკუნე და მე-13 საუკუნის დასაწყისი, შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში თბილისის ნელა შესუსტება და დაკნინება იწყება. ანუ ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადგილს თქვა პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა შეიძლება დაეკარგა სავაჭრო მნიშვნელობას. აი თუნდაც ქალაქი ანისი, რომელიც სომხეთში იყო და რომელიც თავის დროზე იყო ძალიან დიდი ქალაქი, ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი აღმოსავლეთში და საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა ის მე-12 საუკუნეში. აი ამ პერიოდში არის ის ძალიან დიდი ქალაქი, სავაჭრო გზა გადის აქ და ეს არის არ ვიცი მეგაპოლისია ფაქტობრივად აღმოსავლეთისა, მაგრამ როგორც კი სავაჭრო გზამ გადაიწია, მოკვდა ანიში საქალაქო ცხოვრება. დაკნინდა ეს ქალაქი და მოსახლეობა, რომელიც თავის დროზე აღწევდა 40,000-მდე და 30-დან 40,000-მდე, დაკნინდა და ისე ჩამოვიდა, რომ რამდენიღაცა 1000 კაცი ცხოვრდა, 5 თუ 10,000 კაცამდე ჩამოვიდა. და კიდევ უფრო დაკნინდა ბოლოს რაც 500 კაცი ცხოვრობდა მგონი ანიშ სანამ ეს ქალაქი არსებობა შეწყვეტა. აი თბილისს რაც შეეხება, თბილისი თავისი ძლიერების პიკზე, აი როცა ყველაზე დიდი იყო ეს ქალაქი და ძლიერი იყო, ანუ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, დაახლოებით 20,000 კაცამდე ცხოვრობდა ქალაქში. ეს გათვლილია თბილისის ძველი თბილისის ფართობი, იმის გათვალისწინებით რომ რამდენი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო აქ, დაახლოებით 20,000 კაცამდე ცხოვრობდა თავისი ძლიერების პიკზე და ნუ დროთა განმავლობაში შემდეგ ეს რიცხვი ხან იკლებდა, ხან იმატებდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იკლებდა ამ შემთხვევაში 15,000-მდე იყო ხოლმე დაახლოებით მე-18 საუკუნისკენ და შემდეგ უკვე მე-19 საუკუნეში ასაკურველია, როცა დაიწყო თბილისის ხელახალი აშენება, განვითარება, როგორც რეგიონის ცენტრისა, მოსახლეობაც იმატებს. ასევე ჩვენ საქალაქო ცხოვრებაზეც უნდა ითქვას ერთი ორი სიტყვა, იმიტომ რომ მოქალაქეები ამ შემთხვევაში არ არიან პოტენციური მეომრები სხვა შორის, მაგრამ მათ აქვთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის ის რომ შემოაქვთ მეტი შემოსავალი. ანუ საქალაქო ცხოვრება, როცა განვითარებული, ეგ არიან გილდიები, სახელოსნო, არის ვაჭრები, რომლებიც დადიან თქვა სხვადასხვა სივრცეში შემოაქვთ სიმდიდრე სახელმწიფოში, ბაჟს იხდიან ასე შემდეგ. დასაკურველია მეფეს ურჩევნია რომ დაეყრდნოს ასეთ ფენებს, ასეთი ფენები განსაზღვრავს სამეფოს სტაბილურობას. ხშირ შემთხვევაში მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-13 საუკუნის დასაწყისში კარგად ჩანს საქართველოში რომ აი ქართველი მეფეები იგივე გიორგი მესამის დროსაც არის ტენდენცია რომ მეყდნობიან უფრო დაბიო წარმომავლობის ადამიანებს, უფრო თქვა მოქალაქეებს, თქვა თავისი გვარდიული, მის ახალდაწინაურებული მეებს, არისტოკრატებს და ასე შემდეგ, რომ გამოიყენონ ისინი დიდი ფეოდალების წინააღმდეგ და არ იყვნენ დამოკიდებულები დიდი ფეოდალების მასე რა ქვია რესურსებზე მარტო. ანუ ისინი თავიანთ დომენში არ ვითარებენ, ასე მეფის დომენი ეწოდება ტერიტორიას, რომელიც პირდაპირ მეფეს ეკუთვნის, მისი მამულია ამ შემთხვევაში. აი იქ იმ სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას ცდილობენ, მაქსიმალურად იყენებენ მოქალაქეებს, ანუ საქალაქო ცხოვრებას და მხარს უჭერენ მის განვითარებას მეფეები ასევე, მაგრამ დროთა განმავლობაში სამწუხაროდ მოკვდება ეს მდგომარეობა საქართველოში მე-13 საუკუნეში, როცა თქვა იქ მონღოლთა ბატონობა დაიწყება, თქვა ჯალალედინი აოხრებს თბილისს და ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი ძალიან იმოქმედებს საქართველოს განვითარებაზე შუა საუკუნოვანი ფეოდალიზმის თვალსაზრისით. მაგრამ მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გლეხობას და მთის ლაშქარს გვიან შუა საუკუნეებში მიეცა დიდი დატვირთვა და ასევე მანამდეც გამოიყენებოდა მეტნაკლებად ქართულ ლაშქარში, როგორც ვთქვათ, მეორე ხარისხოვანი ზურგისდამცავი ლაშქარი პოზიციების დასაჭერად და ასევე ვთქვათ, იგივე საალყო მნიშვნელობით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხარ რაც შეეხება ტაძრეულებს. აი, ხშირად ეს სიტყვა აბნევთ ხოლმე, ტაძრეულები ანუ ძალიან ბევრჯერ მინახავს ამისი ისე რა ქვია манипуლირებენ ამ სიტყვით და რაღაც ავტორებს შედარებული ყავდათ რაღაცა ტამპლიერთა ორდენთან და ტაძართან და ანუ ამ ძალიან ბევრს გონია რომ ტამპლიერებთან ანუ რაღაც ტაძრის ისინი არიან ისინი რაინდები და თქვა ტაძრეულები რომელიც საქართველოში იყო რაღაც კავშირი არსებობდა და რაღაცე მოიგონეს მე ქართველი ტამპლიერებიო და რაღაცა ჯგუფებია შექმნილი. დასაკურველია ეს ისტორიულად ეს არანაირად არ შეესაბამება რეალობას. ტაძრეული არის ძალიან ძველი თემა საქართველოში, ეს არ არის შუა საუკუნეებში, გვიან შუა საუკუნეებში შექმნილი. ეს არის
დაწყებული ჯერ კიდევ სასანური პერიოდის ირანის ისტორიაში ვეძებოთ ამის საფუძველი, იმიტომ რომ ტაც არა ძველ სპარსულად ნიშნავს სასახლეს, მეფის სასახლეს. ტაძრეული ნიშნავს სასახლის დაცვას, სასახლის მცველებს. ანუ ეს არის რაზმი, მეფის ან ფეოდალის რაზმი, რომელიც კონკრეტულად მას ემსახურება, შედგება, თქვათ, ადგილობრივი არისტოკრატიისგან, მისი ოჯახის სხვადასხვა წევრებისგან, მონათესავეებისგან და შემდეგ, რომლებიცაც აქვთ მაღალი ხარისხის იარაღ-საჭურველი, არიან ბრძოლისთვის გაწვრთნილები, მეფესთან არიან ყოველთვის ისინი და ომში იღებენ მონაწილეობას როგორც პროფესიონალი მეომრები და რასაკვირველია მაღალი საბრძოლო ღირებულების მეომრები. ჩვენ ესეთი მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს, თუნდაც ევროპაში ჩვენ როცა ვისაუბრეთ, იგივე ინგლისის სამეფოზე, თქვა ანგლოსაქსების პერიოდში იქ ვისაუბრეთ ჰუსკარლებზე, რომლებიც იყო მეფის სასახლის კარის დაცვა. ჰუსკარლების მსგავსი ორგანიზაცია ამ შემთხვევაში არსებობდა თითქმის ყველა სახელმწიფოში მეფის გვარდიები, მცირე გვარდიები. რასაკვირველია, ეს გვარდიები იყო ორი ტიპისა, ერთი იყო ადგილობრივი გვარდიები, რომლებიც თვითონ ადგილობრივ პირობებში ყალიბდებოდა, თქვა მეფის გარემოცვისგან და მეორე იყო უცხოური გვარდიები, რომლებიც ასევე ვისაუბრებთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ ამ საზოგადოებაზე, ეგრეთ წოდებულ ჩვენ დათმობ ტაძრეულებზე. ეს ტაძრეულები არის რაზმი, რომელიც მეფეს ან ფეოდალს თან ახლავს, მისი პირად დაცვას წარმოადგენს, მას პირად ემსახურება, მის ხარჯზე ცხოვრობს. უმეტეს შემთხვევაში სასახლეს იცავს და იქვე ცხოვრობს, რაღაც თავის განსაკუთრებული საცხოვრებელი აქვს და ევალება მეფეს და ფეოდალს, რომ ისინი გამოკვებოს, ჯამაგირი მისცეს და ასე შემდეგ. მაგრამ ესენი არ არიან არც მონამეომრები და არც თქვა იგივე უცხოელი დაქირავებული მეომრები. ესენი არიან უმეტეს შემთხვევაში მეფესთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები. შემთხვევაში მისი საგვარეულოს წევრები, მისი თქვა დომენის ადგილობრივი მცირე არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც მსახურობენ ტაძრეულებში. ტაძრეულს აქვს ძალიან მაღალი საბრძოლო ღირებულება, რასაკვირველია, რადგან ის იღებს უმაღლეს ხარისხის იარაღ-საჭურველს, წვრთნას და მსახურობს თვითონ თქვა ფეოდალთან ან მეფესთან. რაც შეეხება მონასპას, მონასპა უკვე სხვა თემაა. მონასპა არის, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს შეიქმნა, სხვათა შორის, პირველად ეს არის უცხოური გვარდია. მონა მეომარი, ასაც ეწოდება. ანუ ჩვენ მსგავსი პრეცედენტი გვაქვს იგივე აბასიანთა სახალიფოში ღულამთა გვარდია, როცა არსებობდა იქ, რომელიც თურქი მეომრებისგან შედგებოდა, უცხოელებისგან, ანუ პროფესიონალებისგან. გვაქვს იგივე ვარანგთა გვარდია ბიზანტიის იმპერიაში და მსგავსი ტიპის გვარდიები უცხოური წარმომავლობის მეომრებისგან შემდგარი, პროფესიონალი მეომრებისგან, ძალიან ბევრგან არსებობდა იგივე მამლუქთა გვარდიას შემდგომ პერიოდში, რომელიც აიუბიანებს ყავდა და საბოლოოდ მათ ძალაუფლებაც კი ჩაიგდეს ხელში. დაახლოებით იგივე ტიპის ორგანიზაცია აქვს მონასპას. მონასპა ჩვენ ვიცით ისტორიული წყაროებიდან, რომ უცხოელებისგან შედგებოდა. ეს არ იყო ქართული სამხედრო ერთეული, უცხოელებისგან შედგებოდა. დიდი ალბათობით დავითის დროს უნდა ყოფილიყო ყივჩაღებისგან შემდგარი ეს ასეთი ტიპის გვარდია, იმიტომ რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი ამ შემთხვევაში ყივჩაღებისგან მსახურობდა და თანაც გვაქვს შესაძლოა საქართველოში ორი სამარხი, ყივჩაღი მეომრის ორი სამარხი გვაქვს, ვანისა და ზურტაკეტის სამარხები, სადაც აღმოჩენილი არის შესაძლოა ისეთი რეგალიები, ისტორიული არტეფაქტები, რომლებიც მიუთითებს, რომ ისინი რაღაც ადგილობრივი არისტოკრატიის წევრებივით იყვნენ ფაქტობრივად, ანუ იქ იარაღიც, ის ფული და ასე შემდეგ, ბევრი რაღაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ რაღაც ადგილობრივ იმაში ფეოდალურ სტრუქტურაში რაღაც თავისი ადგილი უნდა ქონოდათ და ძალიან მცირეა ეს მათი რიცხვი, მაგრამ არიან ელიტურები. შესაბამისად ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქ ეს მონასპა, რომელიც თქვა სავარაუდოდ ყივჩაღებისგან იყო შემდგარი, შემდგომ პერიოდში ყალიბდება ადგილობრივი მცირე არისტოკრატიის ნაწილად, ჩვენ მაგალითად ვიცით თამარ მეფის პერიოდში და გიორგი მესამის პერიოდში ყუბასარ ნაყივჩაღარი რო იყო, სავარაუდოდ სწორედ ამ ადგილობრივი თქვა მცირე რიცხვოვანი მონასტრის რაღაც ნაწილიდან ყოფილიყო წარმომავლობით ის და სავარაუდოდ დამკვიდრებული იყო შემდეგ სამეფო კარზე. იმიტომ რომ მეფე ხშირად ეყრდნობოდა ხოლმე თავისი გვარდიულ ნაწილებს, იყენებდა მათ თქვა იგივე ფეოდალებთან დასაპირისპირებლად, ადგილობრივ პირობებში ძალაუფლების გასამტკიცებლად. შესაბამისად, ამ ტიპის მონასპას, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა, ჩვენ არ ვიცით თქვა შემდგომ პერიოდში რამდენად აქტიურად გამოიყენებოდა ის, მაგრამ პრეცედენტი რადგან გვაქვს ამისა, ალბათ სავარაუდოდ შემდგომ პერიოდში შეიძლება ყოფილიყო იგივე დემეტრეს დროს, გიორგი მესამის დროს მსგავსი ტიპის საბრძოლო დანიშნულების ერთეული. მისი რიცხვი არ იყო ხოლმე ყოველთვის მრავალრიცხოვანი, იმიტომ რომ რა იცით, ფეოდალური საზოგადოება, ფეოდალური ლაშქარი არის იმ პრინციპზე დამოკიდებული, რომ ის თავის თავს თვითონ ინახავს. ანუ
როცა მოდის ფეოდალი საუბრად, ამ შემთხვევაში ლაშქარი იკრიბება, მას მოაქვს სურსათ სანოვაგე, რომ ის პერიოდში სანამ მიიქნება თვითონ იმარაგებს ამ ყველაფერს და როდესაც სამეფო სარჩენი ხდება არმია, ამის შემდეგ არის რთული სიტუაცია ძალიან, იმიტომ რომ ვერ ახერხებს ფეოდალური სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში ლაშქრის ხანგრძლივად შენახვას. ეს არის ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. აი თუნდაც ჩვენ ვიცით რომ ალყების დროს მიდიოდა ხოლმე განსაკუთრებით დიდი ხარჯები, იმიტომ რომ გრძელდებოდა დიდი ხანი არმიას უწევდა ერთ ადგილზე დგომა და მეფეს უწევდა თავის ხარჯზე შეენახა შემდეგ ეს და ზოგჯერ აი ჩვენთვის ცნობილია რომ აი კალეს ალყის დროს მაგალითად ინგლისელებმა შუა საუკუნეებში როცა ასლიანობდნენ კალეს ალყა შემოარტყეს თითქმის ინგლისის 2 წლის შემოსავალი დაჭირდა იმ პერიოდში კალეს გარშემო არმიის შენახვა სანამ ისინი თქვა ამ ალყას დაასრულებდნენ. ამიტომაც რადგან ეს ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, ძვირი ჯდებოდა ასეთი გვარდიების არსებობა მხოლოდ შეიძლება დაუშვათ საქართველოს სამეფოს გაძლიერების პერიოდში. როცა საქართველოს სამეფოს აქვს პოტენციალი, შესაძლებლობები რომ ყავდეს შედარებით მრავალრიცხოვანი გვარდიული შენაერთი მონასტრის სახით და სწორედ ეს პერიოდი შეიძლება მოვიაზროს როგორც დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდად, როცა მართლა ჩამოყალიბდა ამ ტიპის საბრძოლო თქვა დანიშნულების რაზმი. მონასპა არის მნიშვნელოვანი რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში მონასპას აქვს ის დადებით თვისება, რომ ის ყოველთვის იარაღქვეშ არის. ანუ მეფეს არ ჭირდება მისი შეკრება. მეფეს არ ჭირდება რომ გაგზავნოს შიკრიკები და იქიდან რა ქვია 2 თვის განმავლობაში დაიწყოს ამ ფეოდალურ ლაშქრის თავმოყრა, ზოგი საიდან ჩამოვიდეს და რაღაც მზად არ იყო, მზად უნდა იყოს ლაშქარი რაღაც პერიოდის მერე. მონასპა ყოველთვის იარაღქვეშ ყავს. აი ამიტომაც არის დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთანაც კარგად ჩანს, რომ დავითი რომ მოულოდნელად თურქები რომ შემოიჭრებოდნენ საქართველოში თქვა მომთაბარების რაღაც ნაწილი შემოიჭრა მაშინვე მონასპას ჩაუდგმდა სადავეში და გაიქცა მას წინააღმდეგ რომ თავდასხმოდა მათ, იმიტომ რომ იარაღქვეშ უცებ ყავს ეს ჯარი. ის ვერ დაიწყებს ფეოდალურ ლაშქრის შეკრებას ნებისმიერ მომენტში თქვა როცა რაღაც პატარა თურქმანული რაზმი შემოვა საქართველოში, მაგრამ მონასპა იარაღქვეშ არის მუდმივად, ტაძრეულები იარაღქვეშ არის მუდმივად, აი მათი გამოყენება მეფეს შეუძლია უკვე საბრძოლო დანიშნულებით ნებისმიერ დროს. აი ამიტომაც აი აბსისტრაფეს მობილურობას და მუდმივად იარაღის ქვეშ ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ შუა საუკუნეებში არ არის რეგულარული არმიები არ არსებობს ფიზიკურად რეგულარული არმიები, მაგრამ აი ამ ტიპის გვარდიებით, მცირერიცხოვანი რაზმებითაც კი ძალიან ბევრის მიღწევა შესაძლებელი არის, თუ სამეფოს აქვს შესაძლებლობა რომ ყავდეს ასეთი ფუფუნებაა, საკმაოდ ესეთი ჯარის ყოფნა თავის დროისთვის. რაც შეეხება როქის სპას, როგორც საქართველოში უწოდებდნენ, ეს არის მოქირავნე ჯარი. საქართველოში მოქირავნე ტრადიცია დიდი ხანი არსებობდა შუა საუკუნეებში. აი თუნდაც გავიხსენოთ ჩვენ ორი მომენტი ბაგრატ მეოთხის მეფობის პერიოდში. ბაგრატ მეოთხეს 1068 წელს ყავდა მოქირავნებად ფრანკები, ხოლო მანამდე უფრო ადრე 40-იან წლებში ყავდა მოქირავნებად ვარანგები. ანუ მე-11 საუკუნეში ტრადიცია, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში არსებობდა, ფრანკი და ვარანგი მოქირავნეებისა, ანუ ფრანკი მეომრები, რომლებიც იყვნენ ნორმანები, უმეტეს შემთხვევაში სამხრეთ იტალიიდან ნორმანები და ვარანგები, რომლებიც იყვნენ სკანდინავიელი მეომრები, რომლებიც ხვდებოდნენ კიევის რუსეთის გავლით, შემდეგ აი მასში შავ ზღვაში და ეკირავებოდნენ ხოლმე ადგილობრივ პირობებში სხვადასხვა მმართველს, განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერატორებს, აი სწორედ წარმოადგენენ ამ მოქირავნე ჯარს. იგივე ვარანგთა გვარდიაც, რომელიც ბიზანტიაში არსებობდა ეს მონასპის მაგალითად რომ გამოვიყენეთ, ისიც თავდაპირველად ანუ მეტნაკლებად მაინც მოქირავნე სკანდინავიელი მეომრებისგან იყო შემდგარი. ისინი ჩამოდიოდნენ ჯამაგირის სანაცვლოდ, შორეული სკანდინავიიდან ხვდებოდნენ ამ სივრცეში. და ფრანკებს რაც შეეხება, ისინი ასევე ჩამოდიოდნენ სამხრეთ იტალიიდან, სადაც ნორმანები დამკვიდრდნენ უკვე ამ პერიოდში. მათ ბიზანტიელებთან ომიც აქვთ, მაგრამ ამავე დროს მათი ნაწილები, მათი მცირე რაზმები ეძებენ ჯამაგირს, ეძებენ მიწებს, ამ შემდეგ ბიზანტიაში და ხშირად იმპერატორის სარგებლობს ამით, ქირაობს მათ და იყენებს ომში. საქართველოშიც არსებობდა ეს ტრადიცია. შარშან წინ მე გამოვაქვეყნე სტატია ფრანკი მოქირავნეები საქართველოში, სადაც დაწვრილებით აღწერე სადრადინ ალ-ჰუსაინის, ანუ ეს არის შუა საუკუნეების სელჩუკი მემატიანის ნაშრომი თურქ-სელჩუკთა ისტორია, სადაც მოცემული არის ცნობა, რომ ბაგრატ მეოთხეს ლაშქარში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებით სიმამაცით ფრანკები, რომლებიც განსაკუთრებულად აღნიშნული იყო ისტორიკოს და თუ საიდან შეიძლება მოხვედრილი იყვნენ, რა რიცხოვნობის შეიძლება ყოფილიყო ეს რაზმი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია შუა საუკუნეების ქართული ლაშქრის ისტორიაში. ასევე თქვა ვარანგების საკითხიც, იქ საუბარი არის რომ
ვთქვათ, ინგვან მოგზაურის რაზმი იყო ეს, რომელიც ერთ-ერთი მოგზაური ვიკინგის, რომელიც შვედეთიდან მოხვდა ამ სივრცეში, ან ვთქვათ, ყოფილიყო ნებისმიერი სხვა ესეთი რაზმები ძალიან ბევრი მოძრაობდნენ ამ სივრცეში, ვიკინგებმა იცოდნენ, როგორც შავი ზღვის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ ისინი, ასევე გადაადგილდებოდნენ ჩრდილოეთში, უფრო რუსეთის მდინარეებში, მდინარე იქ ვოლგაზე, დუნაის ასე შემდეგ, მოძრაობდნენ ამ სივრცეში ისინი და ხშირად ხვდებოდნენ ხოლმე კავკასიაში. აი თუნდაც ჩვენ ცნობა გვაქვს, რომ ვიკინგები მოხვედრილან შირვანშიც კი, ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც იქ ადგილობრივ კონფლიქტშიც კი მონაწილეობდნენ. ასევე თქვა გვაქვს ცნობა, რომ ბაგრატ მეოთხის ლაშქარში იბრძვიან იმის ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ. ანუ ეს მოქირავნელი ვარანგების გამოყენება არ არის რაღაცა განსაკუთრებული უცნაური პრეცედენტი, ეს ხშირი იყო აღმოსავლეთში, ბიზანტიაშიც და ამ სივრცეშიც და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო ერთადერთი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როცა ვარანგები იქნა გამოყენებული ბრძოლის ველზე. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დავით აღმაშენებელს ყავს დიდგორის ბრძოლაში ფრანკი რაინდები. აი ეს ფრანკი რაინდები სწორედ არიან ის მოქირავნე ფრანკი მეომრები, რომლებიც ბიზანტიური სივრციდან ხვდებოდნენ ხოლმე საქართველოში თავის დროზე, იმიტომ რომ სხვა ვარიანტი ხა რაღაცა ზოგიერთი ავტორი მიაწერს ჯვაროსანები და ასე შემდეგ, ან ჯვაროსანი საიდანაც ჩამოსულიყო, თქვენ ხო წარმოიდგინეთ 100 კაცი რაღაცა ისლამური სამყაროთ გარშემორტყმული იმაში სივრცეში, სადაც თვითონ ჯვაროსნებს 100 კი არ 50 რაინდის შეკრება უჭირდათ თავიანთ იმაში სამფლობელოში. ესენი არიან სწორედ ის ფრანკი მოქირავნები, რომლებიც მოძრაობენ მუდმივად ამ სივრცეში და საიდანაც დავით აღმაშენებელმა შეძლო მათი დაქირავება შემდეგ და გამოყენება საომრად. სხვადასხვა იქ რიცხვებმა არ უნდა მოგვატყუოს, იმიტომ რომ 100 და 200 ფრანკი რაინდი არ არის უბრალო ძალა ბრძოლის ველზე. იგივე ჯვაროსანთა არმიებში ხშირად იყო ხოლმე რომ 2-3000 ქვეითი და 100-დან 200 რაინდამდე იყო და ის 100 და 200 რაინდი ხშირად ძალიან დიდ როლს ასრულებდა იმ ბრძოლის მოგებაში. კი არა, უმთავრესი დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო იმ დროის საუკეთესო დახჭურული, საუკეთესოდ მომზადებული მეომარი, რომელსაც ძალიან დიდი გადატეხი შეტანა შეეძლო ბრძოლაში. ჩვენ ვიცით შემთხვევები, რომ 500-მდე ფრანკმა რაინდმა ერთხელ კი რა კონსტანტინოპოლი აიღო, როცა აჯანყება დაიწყეს ბიზანტიის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ძალა თავის დროისათვის, არ უნდა წარმოვიდგინოთ ეს, რომ თქვა უბრალო 100 მეომარი არ უნდა შევადაროთ თქვა 100 რაინდს, რომელსაც თავის დროზე აქვს უმაღლესი საბრძოლო ღირებულება. ასევე მოქირავნებად ჩვენ ვიცით, რომ მსახურობდნენ საქართველოში ალანები, ხშირად არიან დასახელებულები ალანები, თუნდაც დიდგორის ბრძოლაში 500 ალანი არის დასახელებული მაგალითად. ასევე ვიცით ჩვენ თქვა მსახურობდნენ იქ ყივჩაღები, მოქირავნეები, მათ შორის აი კი დავითის დროს ყივჩაღები ჩამოყარა, მოხდა უფრო პოლიტიკური თვალსაჩინით, თქვა დავითი დაუკავშირდა აფრაკა შარახანიძეს, ცოლად შეერთო გურანდუხტი და შემდეგ რაღაც პოლიტიკური ხდება მათ შორის კავშირი და დასაკვირველია ყივჩაღებს ინტერესები ჰქონდათ თავიანთი დასაკვირველი და იმიტომ ჩამოვიდნენ ისინი სამხრეთ საზღვარზე არიან განლაგებული საქართველოსი, იქ თქვა თავსესხმიან და თარეშობენ მოწინააღმდეგეების ტერიტორიაზე იქიდან და დასაკვირველია შემდეგ რაღაც დროის მერე როცა დავითი გარდაიცვალა, ნელ-ნელა უკან ბრუნდებიან სტეპებში, იმიტომ რომ ეს არ არის თქვა მკვიდრი მოსახლეობა, ისინი არიან უმეტეს შემთხვევაში მომთაბარეები, რომლებიც სტეპში, ევრაზიის სტეპებში მოსახლეობდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ტრადიცია დარჩა საქართველოში და ჩვენ ვიცით, რომ ყივჩაღები შემდგომ პერიოდშიც გამოიყენებოდნენ, ჩამოყავდათ კვლავინდებულოთ, აი თუნდაც ჯალალედინთან ბრძოლის დროს ვიცით, ბოლნისის ბრძოლაში მონაწილეობდნენ ყივჩაღები, რომლებიც გვიღალატებენ სხვადასხვა ბრძოლაში, მაშინ უღალატეს ქართველებს ყივჩაღებმა, გადავიდნენ ჯალალედინის მხარეს, იმიტომ რომ მათი ურთიერთობა მათთან კავშირი ყოველთვის ძალიან მყიფე იყო, მოქირავნე ჯარი იყო არ იყო ყოველთვის სანდო ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ყივჩაღები და ამიტომაც დავითმა იმდო განამტკიცა თავისი ურთიერთობა ყივჩაღებთან ქორწინებით. ანუ მან ფაქტობრივად შექმნა პრეცედენტი, რომ ის გახდა პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ყივჩაღებთან, რომ თქვა ყივჩაღებისგან ამ პრობლემა შემდეგ არ შექმნოდა მას, ანუ მოიგوارა ფაქტობრივად ეს ურთიერთობა და ეს ყივჩაღები აქცია ქართული რეალობის ნაწილად. მაგრამ როცა თქვა უბრალოდ ქირაობდნენ ყივჩაღებს, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი შანსი იყო, რომ მათ თქვა ისე ან უეხალატად ბრძოლას გაქცეულიყვნენ, ან მტრის მხარეს გადასულიყვნენ და ასე შემდეგ. არ იყო ეს სანდო სამხედრო ნაწილი ნამდვილად. რაც შეეხება ლაშქრის შეკრებას, მართვას და მომარაგებას. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი შუა საუკუნეებში, იმიტომ რომ აი შუა საუკუნეების ფეოდალური ლაშქრის შეკრება ყოველთვის დაკავშირებული არის ხანგრძლივ დროსთან, რესურსებთან და კომუნიკაციების პრობლემებთან. ანუ საერთოდ ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ხა იმ პერიოდის არმია წარმოვიდგენთ ხა თქვენ რომ არც არანაირი კავშირის საშუალებები ფაქტობრივად არ არსებობს. ან უნდა გაგზავნო ცხენოსანი, შიგრიკი, რაც ინფორმაცია უნდა მიიტანოს ყოველთვის, ან რაღაცა
ნიშნები ნაყოფს, მაგალითად აი შეიძლება სასიგნალო კოშკებზე ცეცხლის ანთება, კვამლის გაშვება და ასე შემდეგ. აი ასეთი ტიპის ნიშნების მთელი სისტემა არსებობდა შუა საუკუნეებში, რომ უფრო ადვილად უზრუნველყოთ ამ არმიის თავმოყრა კონკრეტულ ადგილზე, თუმცა მეფეს საჭიროება ჰქონდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მეფეს უნდა ეზრუნა გზებზე, უნდა ეზრუნა იმაზე, რომ თქვა ნებისმიერ სეზონზე ყოფილიყო შესაძლებელი არმიის დროულად თავმოყრა, ამაზე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ფეოდალური ლაშქრის თავმოყრა ძალიან გაიწელებოდა, ძალიან გართულდებოდა და თანაც ეს რესურსები, რასაკვირველია ვიცი, მოდიან გზაში, ანუ სანამ ჩამოვლენ ბანაკამდე, სანამ მეფეს შეუერთდებიან იმაზე ბრძოლისათვის, შესაბამისად ის ხარჯავს თავის რესურსებს და ეს რესურსები არის შეზღუდული. მეფეს კიდევ არ აწყობს არავინ შემთხვევაში, რომ სამეფოს ხარჯზე შეინახოს შემდეგ ეს ლაშქარი. ამიტომაც ყოველთვის რაც უფრო მოწესრიგებული იყო ფეოდალური ლაშქრის შეკრების სისტემა, მით უფრო დიდი უპირატესობა ექნებოდა იმ სამეფოს სხვადასხვა პირობებში. ამიტომაც აი ფეოდალური ლაშქრის შეკრება იწყებოდა შემდეგნაირად, თქვა დავითმა იქ აღნიშნეთ რომ მოაწესრიგა საგზაო სისტემა, მოაწესრიგა ხიდები და ასე შემდეგ, რომ გაუმჯობესებულიყო არმიის სწრაფი თავმოყრა. შემდეგ თქვა მეფე დაწერდა ბრძანებას, რომ არმია უნდა შეკრებულიყო, ეს ბრძანება გადაიწერებოდა ძალიან ბევრჯერ, რამდენად ადგილას უნდა წასულიყო ადგილობრივი, თქვა ფეოდალის იმ ადგილობრივი სადროშოს მეთაურის ციხესიმაგრეში. ეს წერილები შემდეგ გაატანდნენ შიკრიკები ჩაიტანდნენ ამ სივრცეში, ამ წერილებს მიიღებდნენ ის ვინც უნდა დაეწყო ადგილობრივ პირობებში შეკრება, ის შეკრებდა თავის სადროშოს და ეს სადროშო ნელა მოემართებოდა შემდეგ იმ ადგილისკენ, რომელიც მითითებული იყო წერილში დანიშნულების ადგილისკენ. იკრიბებოდა ასე ლაშქარი. სხვადასხვა დრო ჭირდებოდა ასეთი ლაშქრის შეკრებას, გააჩნდა კლიმატურ პირობებს, ძალიან ბევრი რამე იყო დამკვიდრებული, რომ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ აი კონკრეტულად ერთ კვირაში შეიკრიბებოდა თუ ორ კვირაში თუ ერთ თვეში, სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა დრო დაჭირდებოდა სწორედ ასეთი ლაშქრის თავმოყრას. ასევე მართვის რაც შეეხება, მეფე არის უმაღლესი მთავარსარდალი უმეტეს შემთხვევაში ომში, თუ თქვა მეფე არ მონაწილეობს, ჩვენ ადრე ვისაუბრეთ მასზე, სავაზირო იცით თქვენ რა იყო იმ პერიოდის საქართველოში და იქ არსებობდა ასეთი ვეზირი ამირ სპასალარი, რომელიც იყო არმიის მხედართმთავარი, უმაღლესი მხედართმთავარი იყო სახელმწიფოსი, რომელიც მიუძღვებოდა ჯარს თუ მეფე არ იყო იქ მეთაური ამ შემთხვევაში. ამის პასალარი შემდეგ ყავდა მას თავისი მოხელეები, რომლებიც არმიის მართვას და კომუნიკაციას და ასე შემდეგ განაგებდნენ ყველაფერს. იქ იყო თქვა საწყობის გამგე, იქ არსებობდა თქვა იარაღის მისი რა ქვია, თქვა ვინაგებდა პასუხს ამ არმიის იარაღის ხარისხზე, თქვა მასე რესურსებზე, ანუ აღალზე, რომელიც არმიას მოყვებოდა უკან და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი თელი სისტემა არსებობდა იმისა, როგორ ემართათ ეს არმია. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რაც უფრო დიდი იყო მრავალრიცხოვანი არმია, შუა საუკუნეებში მით უფრო ძნელი სამართავი იყო. ზოგადად, სანამ თქვა თანამედროვე ურთიერთობები არ განვითარდებოდა, თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები არ განვითარდებოდა, მანამდე მრავალრიცხოვანი არმიის მართვა იყო ძალიან დიდ პრობლემებთან დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში აი დიდი არმია თვითონ მისთვისვე უფრო იყო პრობლემა ეს, რომ ეს მისი რიცხოვნობა. აი თუნდაც იგივე ანტიკურ ხანაში არსებობს ესეთი გამოთქმა ბერძენი ავტორის, ერთ-ერთი ავტორის, რომ დიდი არმია ყოველთვის არაორგანიზებულიაო. ამბობს ის და სხვადასხვა ეს გაზდევს ანტიკურობას და შუა საუკუნეების თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ასეთი არმიების მართვა და მათ შორის კომუნიკაცია, თქვა მათ შორის ურთიერთობის ფორმები და სხვა ყველაფერი ძალიან გართულებული იყო, სანამ თქვა არ განვითარდებოდა თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები. რაც შეეხება მომარაგებას, ასევე მომარაგებაზე უნდა აღინიშნოს ის, რომ არმიის მომარაგება მუდმივად წარმოადგენდა პრობლემას, ან ლოჯისტიკაზე მაქვს საუბარი. თავის დროზე, როცა თქვა და არმია იკრიბებოდა, მას მიქონდა თან საკმარისი რესურსები, რომ რაღაც პერიოდზე ერთი თვის მანძილზე მაგალითად რომ ყოფოდა სანამ ეს სამხედრო მოქმედებებში იქნებოდა, მაგრამ როგორც გაცდებოდა ამას, რომ რასაკვირველია მეფე იყო ვალდებული, რომ მოემარაგებინა, როგორც გითხარით. აი ამის შემდეგ იწყებოდა ეს ლოჯისტიკური პრობლემები. ეს აღალი, რომელიც მოსდევს უკან არმიას, მუდმივად შევსებული იყო, თქვა მასთან ახლდა ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ თქვა ცხრის ფარა, საქონელი და ასე შემდეგ, რომელიც მუდმივად ავსებდა არმიის ამ მარაგებს, ასევე თქვა საჭიროების შემთხვევაში, თქვა მტრის ტერიტორიაზე იქ თარეშობდნენ ჯარისკაცები, ეძიებდნენ ამ სურსათ სანოვაგეს, მეფე
ხელი ასევე სამეფოში მუდმივად კრებდა ამას, შესაბამის გადასახადებს აწესებდა და შემდგომ არმია შეენახა და ეს იყო ძალიან რთული და კომპლექსური პრობლემა, რომელსაც ასე ერთი იმითი ნამდვილად ვერ აღწერთ და ძალიან რთული ის არის, რა ქვია, და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც სხვადასხვა აი ისტორიკოსმა მამუკა წურწუბიამ შეისწავლა თავის ნაშრომში და ერთი კონკრეტული შემთხვევის გარშემო გააკეთა ამის აღწერა. ეს არის თბილისის ალყა ბაგრატ მეოთხის მიერ. და აი ამ სტატიას შემდეგ აუცილებლად ვეცდები რომ მოგაწოდოთ, რომ ნახოთ თუ რას წარმოადგენდა შუა საუკუნეების ლოჯისტიკა და რამდენად ძვირი ჯდებოდა ასე შემთხვევაში არმიის შენახვა. რაც შეეხება ტაქტიკას, ჩვენ ვისაუბრეთ ადრე შუა საუკუნეების არმიების განხილვის დროს რა იყო შუა საუკუნოვანი რაინდის თავარი საბრძოლო ან ბრძოლის წესი. ეს იყო წაგრძელებული შუბით ბრძოლის წესი, ეგრეთ წოდებული coached lance და ცხენოსათა შოკური შეტევა, ანუ მასიური შეტევა რაინდებისა, რომელიც თავარი ფუნქცია არის, რომ სტრესტიგები გაარღვიოს, გადაუაროს მას და ამ თავარი დარტყმა მიაყენოს. აი აქ თქვენ ხედავთ როგორ არის აღწერილი ეს პროცესი ქართველი ისტორიკოსის ერთ-ერთ ნაშრომში, რომელმაც თქვა შეისწავლა ეს საკითხი მამუკა წურწუბიამ და დაადგინა, რომ წაგრძელებული შუბით ბრძოლის წესი იყო შუა საუკუნეების ქართული ლაშქრის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი. და შემდეგ ვნახავთ ჩვენ როგორ ხდებოდა საქართველოში ამის გამოყენება. აი ხედავთ აი რა არის ეს წაგრძელებული შუბით ბრძოლის წესი. ეს არის შუბი ანდოს ჭიდროდაა მოთავსებული მკლავსა და ტანს შორის, დარტყმის სიძლიერე კი ცხენის მოძრაობითაა გამოწვეული. ხედავს მხოლოდ შუბის სწორად დამიზნება და ტარის მტკიცედ უძრავად ჭერა რჩებოდა. მიზანში ამოღება ცხენის საშუალებით და ცხენოსნის სხეულის ტრიალით ხდებოდა. შუბის წონას და დარტყმის ძალას მხედრის წონასწორობა რომ არ დაერღვია, შუბის წვერი ცხენის თავის მარცხნივ იყო მიმართული. ბოლო კი მხედარს მარჯვენა იღლიის ქვეშ ჰქონდა ამოდებული. ანუ ეს იყო თუ როგორ ხდებოდა ამის გამოყენება ბრძოლაში ამ წაგრძელებული შუბით ბრძოლის წესის და ასევე აღნიშნული არის სამართლიანად, რომ წაგრძელებული შუბით განხორციელებული ბრძოლის ამ სახეს თანამედროვე ისტორიკოსები უწოდებენ ცხენოსათა შოკურ დარტყმას, ანუ მასიურ დარტყმას მოწინააღმდეგეზე ცხენოსათა რიგებისა, რაც სწორად ასახავს ასეთ შეტევის ძალას. იმიტომ რომ ცხენოსათა შოკური შეტევა ხშირად იყო ისეთი შემზარავი სანახავი, რომ ხშირად აი მოწინააღმდეგეს შეჯახებამდე გარბოდა ბრძოლის ველიდან, ანუ გაურბოდა ხშირად რომ ასეთ ტიპის ჯარს დაჯახებოდა პირდაპირ შეტევაში. სწორად განხორციელებულ ასეთ შეტევას ნელად თუ რამე დაუდგებოდა წინ და წაგრძელებული შუბი განსაკუთრებით ეფექტური იყო კავალერიის წინააღმდეგ. ანუ თუ ორი ევროპული არმიები ერთმანეთს იბრძოდნენ, ორივე მხარე შეიძლება იყენებდა ედროულად ამ ტაქტიკას, მაგრამ თუ თქვა მეორე მხარე არ იყენებდა ამ შემთხვევაში, რაინდებს გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ მათთან, იმიტომ რომ ასეთი ტიპის შეტევის შემდეგ ხშირად შეეძლოთ მათ უბრალოდ გადაიარათ, გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის რიგები. რაც სხვადასხვა ქართულ ისტორიულ რეალობაში ძალიან კარგად ჩანს, რომ აი თუ რამდენად ხშირად იყენებდნენ ქართველები ამ შეტევას. რა აქ გაჩვენებთ როგორი ეფექტი ჰქონდა დაახლოებით ასეთი წაგრძელებული შუბით ბრძოლის იმას რა ქვია მეთოდს. ამპლიერები იყენებენ ამ შემთხვევაში. აი დაახლოებით ასეთი ეფექტი იყო, როცა ისინი ეჯახებოდნენ მოწინააღმდეგეს, აი ფაქტობრივად თელავდა ეს მძიმე კავალერია მათ რიგებს. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ამ დროს შუბი ილეწებოდა უმეტეს შემთხვევაში, როცა ის მოწინააღმდეგეს ეჯახებოდნენ, ასაკურია შუბი ვერ უძლებდა ამ ასე ვქვია დარტყმას, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ძლიერი დარტყმა, რომელიც ამ ცხენის მთელი სისწრაფე და ის ამაში იყო, ფაქტობრივად გაერთიანებული შუბის წვერში ხდებოდა მთელი ძალის კონცენტრირება და ამის შედეგად ასაკურია შუბი ხშირად ტყდებოდა, იმტრეოდა ხოლმე საერთოდ ასეთი შეტევის დროს და ამის შედეგად უკვე მეორე ხარისხოვანი იარაღზე, ანუ თქვა ხმალზე გადადიოდა მეომარი, ან თქვა იგივე ლახტზე, ნაჯახზე და ასე შემდეგ. აი სხვადასხვა ასეთი ეს ცნობა იოსებ თბილელის ეს ფრაზა ქართველი ესეთი ავტორია წყაროების შუა საუკუნეებისა, გვიანი შუა საუკუნეებისა, აი ძალიან კარგად ასახავს, რომ თუ რამდენად პოპულარული იყო საქართველოში შუბის გამოყენება, ზოგადად და როგორ ადარებს ქართული საბრძოლო მეთოდს, მომთაბარებს ამ შემთხვევაში, იგივე ის ადარებს ამ შემთხვევაში ყირიმელი თათრებთან და სხვა ხალხთან ომების მეთოდს, ჩვენი ბრძოლა შუბით არისო, ამბობს იოსებ თბილელი. მათი ფარხმალ ის არის, ანუ ქართველი მეომრის მთავარი იარაღი საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა შუბი, იმიტომ რომ ფეოდალური ლაშქარი, რომელიც შედგება ძიმედახჭურული მხედრებისაგან, რასაკვირველია, მისი მთავარი იარაღი ამ შემთხვევაში არის შუბი. ის იყენებს ბრძოლაში წაგრძელებული შუბით ბრძოლის ტაქტიკას, იყენებს შოკურ შეტევას მოწინააღმდეგეზე და აი ნახეთ, აი ეს არის ორივე არის ქართული
ხელნაწერებიდან ეს ილუსტრაციები ორივეგან არის ნაჩვენები წაგრძელებული შუბით ბრძოლის ტაქტიკა, იღლიაში ამოდებული შუბი და მოწინააღმდეგეზე ასე ამ ტიპით თავდასხმა. აი ხედავთ ორივე შემთხვევაში არის ესენი არის აი მე-16-მე-17 საუკუნეების ისენი ნახვია. სადაც ნაჩვენებია აი როგორ იყენებს აი აქეთაც მარცხნივას და მარჯვნივას ზუსტად იგივე ტიპის ის ჩანს. აქვე მოქმედება თუ როგორ იყენებდნენ ამ წაგრძელებული შუბით ბრძოლის იმას. ასევე აქ ისტორიული წყაროებიდან ნაწყვეტების ხედავთ, სადაც ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ იყენებდნენ ქართველი მეომრები, ცხენოსნები შუბებს ბრძოლაში. აი მაგალითად ისტორიანი და აზმანში არის მითითებული ასეთი ძლევა მისცემოდა, რომელ 500 შუბი 500-ვე კაცსა, 500 ცხენისა და კაცთვის შეეცა და 500-აზე და დასობილი იხილეს. ანუ ეს ნიშნავს, რომ აი მასიური შეტევა 500 რაინდსა როგორ ანადგურებს ფაქტობრივად მოწინააღმდეგის რიგებს, ანუ ეს ყველა შუბი თავის მიზანს მიწვდა. დაახლოებით იგივეს აღნიშნავს ეს რაც პირდაპირ მიუთითებს შოკური შეტევის ტაქტიკაზე. ასევე აღნიშნული არის აქ, რომ აი ნელადი არის მე ფარები დაიფარეს და შუბები წაიგრძელეს და ცხენჭერებით მიუხვდნენ. აი შუბები წაიგრძელეს, ანუ წაგრძელებული შუბით ბრძოლის ტაქტიკაზეა საუბარი და სხვა შორის ეს მონაკვეთი არის მარაბდის ბრძოლი და სადაც სხვადასხვა ქართველთა ამ შოკურმა შეტევამ პირველ იმას დარტყმაზე ფაქტობრივად გაანადგურა ირანელთა რიგები, ცხენოსანთა შეტევამ, სხვა შორის იქ შემდეგ სხვა მიზეზებია თუ რატომ მოხდა მარაბდაში დამარცხება, თუმცა პირველმა შეტევამ, შოკურმა შეტევამ აბსოლუტურად ძალიან დიდი შედეგი მისცა ქართველებს, რომ ფაქტობრივად მოიგეს ბრძოლა და შემდეგ ეს მოგებული ბრძოლის წაგება როგორ მოხდა, თქვენ ალბათ მეტნაკლებად წარმოდგენა გაქვთ მარაბდის ბრძოლაში. აი შემდეგ კარტულად ვეფხის ტყაოსანშიც ჩანს ამის შესახებ არის მოცემული იგივე სტრიქონები ერთსა წავწყდი უტევანსა წავგრძელდი და წავეგრძელათ. აი დაახლოებით იგივე ვარიანტი აქაც. მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს დაუშილად, კაც შუბი უკარ ცხენი დავეც. ანუ თუ მოწინააღმდეგეს ეჯახები იმდენად ძლიერად, რომ შეგვიძლია ის ჩამოვაგდო და ან ცხენიანად წააქციოს, სწორედ აი ამ ტიპის იმას უნდა იყენებდე ტაქტიკას, ცხენოსანთა შოკურ შეტევას, ამ შემთხვევაში წაგრძელებული შუბით დაჯახებას, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შუბს არასოდეს შემთხვევაში, თქვა ახლო დისტანციაზე არ აქვს იმის ძალა, რომ მოწინააღმდეგე უბრალოდ ადგილიდან მოქნევით ცხენიანად წააქციო და გადმოვაგდო და მისი აბჯარი გაარღვიო. მას უნდა დაეჯახო ამ შემთხვევაში შუბით, რაც პირდაპირ მიუთითებს ასევე ცხენოსანთა შოკურ შეტევაზე. და შემდეგ ჩანს, რომ აი შუბი გატყდა. შუბი ამ შემთხვევაში ყოველთვის ტყდება, როცა თქვა ეჯახება რაინდი შოკურ შეტევის დროს, იმიტომ რომ ვერ უძლებს როგორც გითხარით შუბი ასეთ ზეწოლას. შემდეგ იღებენ მეორე ხარისხოვანი არის, ანუ ხმალს, აფთს და ასე შემდეგ, რომელიც აი ჩანს ვეფხის ტყაოსანშიც, რომ შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ ხმალო ვინცაგლეს, ანუ ხმალზე გადადის უკვე მეომარი შემდეგ ხელჩართულ ბრძოლაში. ასევე არის იქ ამირან დარეჯანიანიდან საინტერესო სტრიქონი შემოუტივა მან კაცმან და შუბნის შემოალეწა. აი შელეწვა, შუბის შელეწვაც მიუთითებს აი ამ მეთოდზე. ძალიან კარგი მაგალითია ამისა და იგივე აი ფარსადან გორგიჯანიძესთან ჩანს, ასევე საინტერესო მომენტია, მეფემ ცხენს დაუძრა და ქართველი შუბდაგძელებულნი ცხენჭერებით მიეტივნენ ანაზდეულ. ვითაც ჩქაფის წვიმას ეთყვის ზღვარნი მთისაგან გააპეს რაზმი ურუმთა და გარდმოყარეს მრავალი და გაიარეს შიგა ყველა. მაინც სწორედ რაზეც საუბრობთ, ეს შეჯახება ხდება წაგრძელებული შუბებით, ანუ შოკური შეტევა, შემდეგ არ ღვევენ მათ რიგებს, გააპობენ მათ რიგებს და შემდეგ გაიარეს მათ რიგებში. ანუ ეს არის სწორედ იგივე ტიპის ამ ტიპის ტაქტიკაზეა საუბარი, რომელსაც ცხენოსნები ეფექტურად იყენებენ. სხვა შორის ამაზე უცხოური წყაროებიც წერენ ქართველების შესახებ შუა საუკუნეებში, იგივე ისლამური წყაროები, რომლებიც ყოველთვის აღნიშნავენ ქართული ძიმე კავალერიის აი მას ღირებულებას, ბრძოლის ველზე, განსაკუთრებულ ღირებულებას და შიშს მათ მიმართ, იმიტომ რომ ქართველთა ეს შოკური შეტევა ყოველთვის რჩებოდა რაღაცა მათ საფირმო იარაღად, რომელიც ყოველთვის აძლევდა მათ გარკვეულ უპირატესობას ნებისმიერ მტერთან დაპირისპირებაში, როცა ეს ბრძოლის ველზე ხდებოდა. ეხლა რაც შეეხება პოლიორკეტიკასაც რო შევეხოთ რამდენიმე სიტყვით, პოლიორკეტიკა არის საალყო ხელოვნება. საალყო ხელოვნება, ანუ როგორ ავიღოთ ციხესიმაგრეები, ამას ნიშნავს. ეს ტერმინი ბერძნული მოდის ანტიკური ხანიდან და დამკვიდრებული არის ზოგადად ამის განსაზღვრებით. საქართველოში მეტნაკლებად განვითარებული დარგია პოლიორკეტიკა, ამიტომ რომ ციხესიმაგრეების აღება, აშენება, თქვათ ფორტიფიკაციების მოწყობა, მათ წინააღმდეგ მოქმედების სხვადასხვა ხერხები რასაკვირველია საქართველოში უნდა ყოფილიყო განვითარებული, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, სადაც ძალიან ბევრი ციხესიმაგრე არსებობს. ანუ საქართველოში როგორც ფეოდალურ სახელმწიფოში და ასევე როგორც მთაგორიან სივრცეში ძალიან ბევრი ციხესიმაგრე იყო აშენებული შუა საუკუნეებში, დღესაც არის შემორჩენილი საკმაოდ ნაწილი მათ.
ამიტომაც ასეთი ციხეების დაცვას და აღებას და შემდეგ ჭირდებოდა გარკვეული ცოდნა. და ეს ცოდნა საქართველოში არსებობდა, რაც ისტორიულ წყაროებში კარგად ჩანს. ანუ უმეტეს შემთხვევაში პოლიორკეტიკაში გამოიყოფა სხვადასხვა თქვა რა გამოიყენება ციხესიმაგრების ასაღებად. ანუ ეს იყო იერიში, შტურმი, თქვა კიბეების და საბრძოლო კოშკების საშუალებით, იყო ტარანით კედლის განგრევა, გალავნის დანგრევა, იყო გვირაბების გათხრა ქალაქის ქვეშ და ასევე იყო სასროლის საშუალებები, იგივე ტარანი, იგივე თქვა კატაპულტი ამ შემთხვევაში, ტრებუშეტის ორი სახეობა, ტრაქციული და საპირწონიანი ტრებუშეტი, ეს ყველაფერი მთლიანობაში ერთიანდება პოლიორკეტიკაში. აი მაგალითად ჩვენ გვაქვს რამდენიმე ცნობა, როგორ იყენებდნენ ძველ საქართველოში ფილაკავანს, ეგრეთ წოდებული ფილაკავანი არის სატყორცნი, ქვის სატყორცნი მანქანა, ლოცსატყორცნი მანქანა, სავარაუდოდ ან არის ეს არის ტრაქციული ტრებუჩეტი, ან არის კატაპულტი, ონაგრი ეგრეთ წოდებული. უმეტეს შემთხვევაში მაინც იყო ტრაქციული ტრებუჩეტი, რომელიც შემოდის სასანიანთა პერიოდში საქართველოში. ეს არის ადრეული ტიპის ტრებუჩეტი, უფრო სანამ განვითარდებოდა საპირწონიანი, არსებობდა ტრაქციული. ამის ახსნა შემდეგ დეტალურად მოგცემთ მე ერთ ძალიან საინტერესო სტატიაში. და აი აქ ეს ფილაკავანი თუ სიტყვაც რომ ავიღოთ, სიტყვა ნიშნავს სპილოს ხელა საგნების მსროლელს და არის სპარსული სიტყვა ფილაკავანი. შესაბამისად ეს ტერმინი დამკვიდრდა საქართველოში ჯერ კიდევ სასანურ პერიოდში, ანუ ადრეულ ფალაური სპარსული სიტყვა ეს სიტყვა და შუა საუკუნეებშიც კი, როდესაც შეცვალა ეს ტერმინი აღმოსავლეთში არაბულმა სიტყვა მანჯანიკმა, ანუ მანქანამ, რამაც ჩაანაცვლას ფილაკავანი, რომელიც გავრცელებული იყო სხვა ენებში, მაშინ საქართველოში კვლავინდებურად რჩება ფილაკავანი, ანუ სპარსული ტერმინი, რაც მიუთითებს სიძველეზე იმისა ამ იარაღისა, რომელიც დამკვიდრდა საქართველოში ჯერ კიდევ ადრეულ ან გვიან ანტიკურ ხანაში უკვე არსებობს. აი მაგალითად ჩვენ ვიცით მატიანი ქართლისას ცნობის მიხედვით, რაც ჩანს ასეთი იარაღის გამოყენება, გურიელნი, აზნაურნი და ლომსიანი მოიყვანა ხუფათსა, დაუდგეს ფილაკავანი და ბრძოდეს, ანუ დადგეს ეს კატაპულტები და დაუშინეს გალავანს ქვები. ეს არის აღწერილი მე-11 საუკუნეში ხდება ეს ხუფათის ციხის იერიში. აი თუნდაც აი მატიანი ქართლის მეორე ცნობა დაუდგინეს ფილაკავანი და ბრძოდეს ისანსა და ეს როდის ეს არის ისნის ციხეზე შეტევა თბილისში, რომელიც მატიანი ქართლის ცნობაა და ასევე აქაც იყენებენ ფილაკავანებს და აი კიდევ ორი ცნობა, იგივე ისტორიანი და აზმანში არის მოცემული, განამზადნა საბრძოლოენი და მანქანანი. აი ამ შემთხვევაში მანქანა გამოიყენება უკვე ტერმინი და არა ფილაკავანი. ანუ მანქანა ასევე არის სინონიმი ამ შემთხვევაში საბრძოლო დანიშნულების ამ იარაღის და შეიძლება იყოს ბალისტა, შეიძლება იყოს კატაპულტი და ასე შემდეგ. და ასევე არის აი სომხური ანდერძ მინაწერი მე-12 საუკუნისა გიორგი მესამისგან ერთ-ერთი ციხესიმაგრის ალყისა, რომ გარემოცვა ორ თვენახევარს გაგრძელდა მანქანების მეშვეობით მეფე ჩხარობდა ზღუდეებისა და მათ შიგნით მდებარე პალატთა დანგრევასო. ანუ იყენებს ქართველი მეფე საალყო არტილერიას, რომ ქალაქზე იერიში მიიტანოს. ასევე აღსანიშნავი არის იქ, რომ თუ ის შიგნით მდებარე პალატებს ესვრის, ანუ გალავანს იქით ისვრის უკვე ამ იმას, რა ქვია, იარაღს. შესაბამისად ეს მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ეს მოყოლიყო საპირწონიანი ტრებუშეტი, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი იყო და გაცილებით უფრო შორს ისროდა და უკვე მე-12 საუკუნეში მჭიდროდ არის დამკვიდრებული აღმოსავლეთში მის გამოყენება და სავარაუდოდ საქართველოსაც ცნობილი უნდა ყოფილიყო. ასევე არის ერთი საინტერესო ცნობა, დიდგორის ბრძოლაში ქართველები იგდებენ ხელთ მოწინააღმდეგის საველე არტილერიას, რომელიც თან ჰქონდა წამოღებული ილღას და ეს განსაკუთრებულად არის აღნიშნული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობაში. ხა რაც შეეხება შეიარაღებას ამ პერიოდის ქართული ლაშქრისა, ამაზე ხა ჩვენ დეტალურად ვერ შევჩერდებით, იმიტომ რომ ძალიან ეს არის, რა ქვია, ვრცელი თემაა ნამეტანი, ეს ამიტომაც ზოგადად ვთქვათ, რომ არსებობდა თავდაცვითი და შეტევითი აღჭურვილობის სხვა სახეობა, ანუ თავდაცვითი აღჭურვილობაში შედის მუზარადი, რომელიც არის სფეროკონუსური ფორმისა, ქართული ტიპის მუზარადია, რომელიც ხშირად გამოიყენება საქართველოში სფეროკონუსური მუზარადი, არის ჩაბალახი, ერთგვარი ჯაჭვის, ასე თქვენ გაჩვენებთ შემდეგ ამას უკვე სურათებით დეტალურად, ჩაჩქანი და რკინის ქუდია, ეს არის მუზარადის სხვადასხვა ფორმები, რომელიც თავს იცავს, ამ შემთხვევაში თავის დამცავი საჭურველი. სხეულის აბჯარში შედის ქერცლოვანი, ლამელარული, ჯაჭვის პერანგი, ასევე ბექთარი და ჩარაინა, ესეც სხვადასხვა ტიპის სახეობის აბჯრებია. უმეტეს წარმოდგენა გექნება ქერცლოვანი, იცით რომ ეს ფირფიტებისგან შედგება, ლითონისგან, ჯაჭვისგან შედგება და ჯაჭვის პერანგი ყველაზე გავრცელებულიც იყო გვიან შუა საუკუნეებში. ასევე არსებობს ბექთარი, არის მთლიანი რკინის ფირფიტებისგან შემდგარი ტანისდამცავი აბჯარი და ასევე არის ჩარაინა, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებში ჩნდება, ესეც არის რკინის ფირფიტები, რომლებიც ზემოდან ხშირად ჯაჭვის ზემოდან ხდებოდა ხშირად მისი ჩაცმა.
კიდურების დაცვის საშუალებებში შედის საბარკული, ანუ ეს ვიცით ფეხების და წვირების დამცავი ისინი იყო სამუხლეები, საწვივები, ქაფი, რომელიც მხარს იცავდა, სამკლავეები და თათმანი, ანუ ხელთათმანი, რომელიც ჯაჭვისგან იყო დამზადებული და ასევე ფარი, ასევე თავარი თავდაცვის საშუალება. ხოლო შეტევით იარაღში შედის იგივე შუბი, ოროლი ამ შემთხვევაში, როგორც უწოდებენ სხვა იმაში, ცნობებში, მახვილი, მოხრილი ხმალი და ცული, ეს არის უკვე მეორე ხარისხოვანი რეგა, რაც თქვა შუბის დამტვრევის შემდეგ იღებს მხედარი და იღებს აგრძელებს ბრძოლას. დასარტყმელი იარაღი, ლახტი, ეს არის, აი ხედავთ თქვენ მესამე ესა ილუსტრაციას, ეს არის ლახტი, ფარის შემდეგ რომ არის, ეს არის დასარტყმელი, ანუ დასაბეჟი იარაღი ამ შემთხვევაში, რომელიც ძალიან ეფექტური იყო, იმიტომ რომ ხშირად იარაღი გაკვეთა, მისი აბჯრის გაკვეთა ვერ ხდებოდა ხშირად ხმლით და შუბით და შემდეგ და აი ლახტით შეიძლება მოწინააღმდეგე დაგებეჟა, დაგეზიანებინა და ჩამოგეგდო ცხენდენ, ამიტომ პოპულარული იყო ეს იარაღი ძალიან თავის დროზე და დისტანციური იარაღი, ანუ შვილდისარი და შურდული, რომელიც საკმაოდ იყო გავრცელებული იმ დროის საქართველოში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მონღოლურ პერიოდამდე ქართველი მხედარი მაგალითად არ იყენებდა შვილდისარს. მარტო სანადიროდ გამოიყენებოდა, არ იყო საერთოდ ქართული იარაღების კომპლექტში, მაგრამ მე-13 საუკუნეში შემოდის მონღოლთა ბატონობის პერიოდში საქართველოში რამდენიმე იარაღი ისეთი, რომელიც მანამდე არ იყო. ერთი იყო სუბუქი ფარი, კალკანსაც რო უწოდებენ, ასევე მეორე არის შვილდისარი, რომელიც მხედარს მანამდე არ ჰქონდა და ამ პერიოდში დაიწყეს გამოყენება და ასევე გარკვეულწილად მხედრის აღჭურვილობა რაღაც დონეზე შეიცვალა. აი მაგალითად მოხრილი ხმალი გახდა ნენელა უფრო პოპულარული, იმიტომ რომ აღმოსავლეთში მოხრილი ხმალი იყო უფრო გაცილებით გავრცელებული, ხოლო მანამდე საქართველოში გამოიყენებდა სწორი ხმალი. როგორც თქვა, იგივე ევროპაში და ბიზანტიურ სივრცეში იყო გავრცელებული. დროთა განმავლობაში იცვლება ქართული მეომრის აღჭურვილობა, მაგრამ არ იცვლება ძირითადი ომის პრინციპები. ხარად შეეხება თეთრსასროლი იარაღის შემოსვლას, ერთი-ორი სიტყვა ამაზე თქვათ, რომ დავამთავროთ დღეს საუბარი, იმიტომ ძალიან გაგვიგრძელდა. თეთრსასროლი იარაღი საქართველოში შემოვიდა ჯერ კიდევ მე-15-16 საუკუნეებში არის პირველი პრეცედენტები, მაგრამ ქართველებისგან გამოყენებასაც შეეხება ეს უკვე მე-16-17 საუკუნეები. ანუ მე-15 საუკუნის პირველად მიიჩნევენ, რომ იყო ან ყარაყოინლუს და აყოინლუს, ანუ თეთრბატკნიანთა ლაშქართან ბრძოლის დროს იყო გამოყენებული პირველად ქართველების წინააღმდეგ და ასევე მიიჩნევენ, რომ გამოიყენეს ბურგუნდიელებმა, 1454 წელს ვარნას ჯვაროსნულ ლაშქრობის დროს იქ მონაწილეობდნენ ბურგუნდიული გემები ამ მაშინ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, რომლებიც შემდეგ თარეშობდნენ შავ ზღვაში და ასეთ ხომალდებს ყოველთვის ჰქონდათ ხოლმე საბრძოლო артиლერია, მცირე ქვემეხები იმაზე, ზარბაზნები ხომალდებზე, რომელიც სავარაუდოდ მათო გამოიყენებათ გურია, ანუ აჭარასა და გურიაზე მათი რეიდის დროს, როცა ისინი ტყვედ ჩაუვარდნენ შემდეგ იმებს, გურულებს და შემდეგ გამოსყიდვა მოხდა მათი ბურგუნდიელებისა. ასევე თქვა მე-16-17 საუკუნეებში უკვე ვიცით, რომ საქართველოში არის უკვე ზარბაზნის და თოფის პრეცედენტი, განსაკუთრებით მე-17 საუკუნეში არის ცნობილი, რომ კახეთის არმიაში იგივე თქვა და აღწერილი აქვთ უცხოელ ავტორებს, რომ 500 მეთოფე ყავდათ და ასევე ნენელა შემოდის თეთრსასროლი იარაღი მკვიდრდება, თუმცა ამას სხვადასხვა არ უკუგდებია ბრძოლის ველი და შვილდისრის გამოყენება. ანუ საქართველოს კლავინდებოდა რჩებოდა ის იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში და ამას ემატებოდა თეთრსასროლი იარაღიც, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გაბატონებული ბრძოლის ველზე. მე-18 საუკუნეში ასაკურველია კიდევ უფრო გამტკიცდა ეს, დაიწყეს საქართველოში თოფის წამლის დამზადება, თოფების დამზადება, ნენელა განვითარდა ეს საქმე საქართველოში და აი მე-18 საუკუნეში მეტნაკლებად თეთრსასროლი იარაღი უკვე ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. იგივე ზარბაზნების ჩამოსხმაც დაიწყეს, შეიქმნა ტრაქტატები სხვათა შორის თუ როგორ უნდა მომზადებული იყო, თქვა და იარაღის წამალი როგორ უნდა მომზადებული იყო, ზარბაზნის ჩამოსხმა როგორ უნდა მომხდარიყო და ასე შემდეგ. ნენელა ვითარდება ეს საქმე მე-18 საუკუნის საქართველოში, სადაც განსაკუთრებულად ხელს უწყობდა იგივე ჯერ ვახტანგ ბეგზე, შემდეგ ერეკლე მეორე განსაკუთრებით ამას აქცევს ყურადღებას. აი ეს თოფი სხვათა შორის, აი მე-17 საუკუნის ქართული თოფია, გველის ტუჩა ქვია ამას და აი მეორე თოფი კიდევ ხედავთ აქეთ, ეს არის ერეკლე მეორის თოფი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მე გირჩევთ, რომ აი როცა საშუალება გექნებათ და მუზეუმი გაიხსნება, აუცილებლად დაათვალიეროთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იარაღის კოლექცია, რომელიც ბოლო პერიოდში ჩემთვის სასიამოვნო რომ გამოიფინა, როგორც იქნა, ცლად არის გამოფენილი საკმაოდ ბევრი ექსპონატი, თუმცა ამათ გარდა კიდევ ბევრი აქვს საცავებში დაცული, ყველაფრის გამოფენა ასაკურველი ერთდროულად ვერ მოხდება, თუმცა საკმაოდ საინტერესო ექსპონატებია გამოფენილი და შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისინი აუცილებლად. ხარად შეეხება ჩვენ დღეს ვერ ამოვწურათ ამ თემას, იმდენად ბევრია სასაუბრო, ამიტომ მოდი რამდენიმე ის მინდა გავაკეთო,
წიგნს მინდა გავუწიო რეკომენდაცია, ვისაც თქვა აინტერესებს ქართული სამხედრო ისტორია, საქართველოს თქვა სამხედრო ისტორია და ზოგადად ქართული ლაშქარი შუა საუკუნეებისა. არსებობს რამდენიმე კარგი გამოცემა ამ თემაზე. აი ერთი არის უპირველეს და საუკეთესო არის აი ეს წიგნი, ეს არის მამუკა წურწუმია შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი. აი ხედავთ რამხელა წიგნია, ეს არის დაახლოებით 800 გვერდიანი წიგნი, საუკეთესოდ გაფორმებული და ასევე დეტალურად აღწერილი ყველაფერი, ისი შესწავლა შესაძლებელი გახდა მისი დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში და აი ამ წიგნში მე გირჩევთ რომ აუცილებლად თქვა ვისაც გაინტერესებთ გაეცნოთ ამ წიგნს და დეტალურად ნებისმიერ თემაზე ნახავთ ინფორმაციას შუა საუკუნეების ქართულ ლაშქართან დაკავშირებით. როგორ ხდება კომპლექტაცია, შეკრება, იერარქია, რა იერარქიას იყენებენ და ასე შემდეგ. ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი ამ წიგნში. ასევე მამუკა წურწუმიას აქვს მეორე ძალიან საინტერესო ნაშრომი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელშიც მისი სამეცნიერო სტატიებია უმეტესად შეკრებილი ერთიმად და ძალიან ბევრი ინფორმაციას შეიცავს შუა საუკუნეების სამხედრო საქმეზე, ქართულ სამხედრო საქმეზე, ასევე სხვა საკითხებიც არის ყივჩაღების საკითხი და შემდეგ არის განხილული, ასევე ამ წიგნს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქართული სამხედრო ისტორიის შესასწავლად. ასევე შეიძლება აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია, ეს არის ომის იდეოლოგია, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული საღვთო ომი და ისლამური ჯიჰადი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია და პირველი შეხება ფაქტობრივად საქართველოში თუ რას წარმოადგენდა შუა საუკუნოვანი ქართული სამხედრო იდეოლოგია, ომის იდეოლოგია, რაზე იყო დაფუძნებული, იმიტომ რომ ამ წიგნს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ასევე აღსანიშნავი არის კიდევ რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის ჯაბა სამუშიას აი ეს წიგნი, ეს არის საქართველოს სამხედრო ისტორია. სადაც მისი სამეცნიერო სტატიებია უმეტესად თავმოყრილი და ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს ეხება აქ დაწყებული თქვა კონკრეტული ბრძოლებით, კონკრეტული სამხედრო კამპანიებით, ისე თქვა გაგრძელებული კონკრეტული შეიარაღებისა და ასე შემდეგ. არის მნიშვნელოვანი სოსო მარგიშვილის ორი წიგნი, აი ეს განსაკუთრებით, რომელსაც მივიჩნევ მე საქართველოს სამხედრო ისტორიის პროფესიონალური შესწავლის პირველი მაგალითი არის, ეს არის მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, ძალიან კარგი გამოცემა, რომელიც ახლა საკმაოდ ბიბლიოგრაფიული იშვიათობა, მაგრამ ელექტრონული ვერსია მოიპოვება. საბედნიერო და შეგიძლიათ გაეცნოთ ამ წიგნს, მეც ვიყენებ ხოლმე სასწავლად მასალებში, უკვე ქონდა აქედან პრეცედენტი და ასევე შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ისტორია მე-19 საუკუნეებში, საიდანაც ასევე ჩვენ ვიყენებთ ხოლმე სასწავლად მასალებს. ნუ ამას გარდა შემიძლია დავასახელო წიგნი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვთქვა გამოვეცი, ეს არის ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია, რომელიც არის შედარებით უფრო ზოგადი, არის კარგად დასურათებული და მარტივი ენით არის აღწერილი ის ყველაფერი, ვთქვა რაც იგივე მამუკა წურწუმიასთან არის, მარგიშვილთან და შემდეგ ამასთან ერთად შევსებულია კონკრეტული ბრძოლების შესახებ ინფორმაციით, ვეცადე ყველანაირად ამ წიგნში, რომ აი მოკლედ გადმომეცა ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია, იმისთვის რომ აი ნებისმიერ კითხვების გასაგები ყოფილიყო, თუ რით განსხვავდება ანტიკურობა შუა საუკუნეები, გვიანი შუა საუკუნეებში, ეს ომის ხელოვნება ერთმანეთსაგან, ჯარის შეკრება როგორ ხდება, კომპლექტაცია, ბრძოლები როგორ მიემართება, როგორი ორგანიზებაა და ამ ყველაფერს ამ წიგნში აუცილებლად გაეცნობით. და ასევე შეიძლება ითქვას, აი გვიან ანტიკური ისტორია, ვისაც გაინტერესებთ, არის ესეთი ჩემი ორტომეული, ერთი არის ეს პირველი ტომი ეხება მე-5 საუკუნის ქართულ რეალობას, ანუ ვახტანგ გორგასლის პერიოდზეა ძირითადად აქცენტი აღებული, ასევე დასავლეთ საქართველოს ისტორიაც არის, იქ ლაზიკა და ასე შემდეგ და მეორე ტომი ეხება ლაზიკის ომს კონკრეტულად, ეს არის ეგრისის, ანუ დიდი ომიანობა ეგრისში, როგორც უწოდებენ ხოლმე ხშირად, ასევე ქართულ იმაში, აქვე ისტორიოგრაფიაში დეტალურად არის აღწერილი კონკრეტულად ერთი ომის გარშემო ყველაფერი. ანუ ეს არის მცდელობა, რომ ერთი ომი პროფესიონალურ დონეზე იქნას შესწავლილი სამხედრო თვალსაჩინო, იქ არმიების ლოჯისტიკა, ლანდშაფტი, რესურსები, თქვა იგივე არმიების რიცხოვნობა და ეს ყველა პრობლემა ერთ ნაშრომში ვეცადე რომ გამოერთიანებინა. ამას გარდა არსებობს ძალიან ბევრი სამეცნიერო სტატია, რომელსაც თქვა დაინტერესების შემთხვევაში მე ვეცდები რომ მოგაწოდოთ და მთლიანობაში შემიძლია თქვა რომ ქართული სამხედრო ისტორია ნელ-ნელა ვითარდება და ალბათ უახლოეს პერიოდში, აი შუა საუკუნეებზე და მას კიდევ უფრო მეტი ნაშრომის მოლოდინი შეიძლება რომ გქონდეს. პრინციპში დღეს შეგვიძლია ლექცია დავამთავროთ ამით და მომავალ ლექციაზე უკვე გავაგრძელებთ ახალი თემები.